შეგვიძლია ხო დავიწყოთ პრინციპში. მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი არის და შესაბამისად სხდომას გასცილად ვაცხადებ, შეგვიძლია შევუდგეთ მუშაობას. კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილი არის ერთი საკითხი. ეს არის საქართველოს მუზეუმების და მუზეუმების სისტემის ირგვლივ არსებული ვითარების მიმოხილვა. ჩვენთან სტუმრად არის ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ბატონი დავით ლორთიფანიძე. მოგესალმებით ბატონო დავით. მადლობა მობრძანებისთვის. სასახლე მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი კალანდია. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მივესალმები მწერალთა სახლის დირექტორს ქალბატონ კეთევან დუმბაძეს. მივესალმები საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს ბატონ სურაბიაშვილს. მივესალმები ასევე ჩვენთან სტუმრად არიან სტუდენტური პარლამენტის წევრები. მოგესალმებით. ჩვენ როგორც შევთანხმდით, რომ სტუდენტური პარლამენტის წევრებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, რომ კომიტეტის მუშაობაში ჩართულიყვნენ. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და მიხარია, რომ თქვენ გააქვთ შესაძლებლობა, რომ ჩაერთოთ ჩვენ საკომიტეტო მუშაობაში. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ჩვენი კომიტეტის დღის წესრიგზე ჩვენ ასე შევთანხმდით, რომ გვექნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია და გთხოვთ ბატონო დავით. დიახ. დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა და ძალიან სასიამოვნოა კიდევ თქვენი ინტერესის დანახვა ამ თემის მიმართ და ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგინო ის დაწესებულება, რომელსაც მე ხავ ხელმძღვანელობ, ასევე ჩემთან ერთად არიან ჩვენი მუზეუმის წარმომადგენლები ბატონი ნიკა, ბატონი მიხეილი, ქალბატონი ნინო და ძალიან მოკლედ დავიწყებ რა არის თვითონ ეროვნული მუზეუმი, თვითონ როგორც ინსტიტუცია. და მინდა გითხრათ, რომ გაისათხდება 175 წელი კავკასიის მუზეუმის შექმნის. და აქედანვე მინდა გთხოვოთ, რომ ყველამ ერთად აღვნიშნოთ ეს თარიღი, რამდენადაც ეს გახლავთ კავკასიაში პირველი, მე პირდაპირ ვიტყვი, სამეცნიერო საგანმანათლებლო ინსტიტუციის შექმნა. ჩვენ მეზობლებთან ეს ხდება დაახლოებით 70 წლის შემდეგ. და ჩვენ გახლავართ სწორედ სამართალმემკვიდრე ერთის მხრივ იურიდიულად, მაგრამ ამასთან ერთად გახლავართ ალბათ იმ ტრადიციების გამგრძელებელი, რა იყო კავკასიის მუზეუმი, რომელიც გახლავთ, რომლის გამო ჩვენ ვართ ენციკლოპედიური მუზეუმი, ანუ ჩვენი კოლექციები არის როგორც სხვადასხვა ეპოქების, ისევე სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილების. შემდგომში ხდებოდა განვითარება, ბუნებრივია, სხვადასხვა ეპოქებში მუზეუმი იღებდა სხვადასხვა სახელს, სხვადასხვა პოზიციას და ალბათ სიმბოლურია, რომ დღეს აი პოლიტიკურ ინსტიტუტს თავარ ჩვენი ქვეყნის თავარ პოლიტიკურ ინსტიტუციაში ვართ. მუზეუმი ყოველთვის არის ანარეკლი პოლიტიკური ცხოვრების და ის მიყვება დროს. და ჩვენ შემთხვევაში ალბათ გადამეტების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული მუზეუმი არის წამყვანი დაწესებულება არა მარტო საქართველოში, სადაც ინახება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის ყველაზე მეტი, არ ვიცი, 90% თუ რას ვიტყვით. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი განსაცავი პირველ რიგში, რომელიც ეკუთვნის ყველას და ეს არ არის უბრალოდ ლიტონის სიტყვები და მისი მოვლა და შემდგომში განვითარება ალბათ გადამეტების გარეშე ყველას ვალია. და 2005 წლიდან შეიქმნა ეროვნული მუზეუმი, რომელიც გახლავთ ინსტიტუცია, რომელიც როგორც პირველივე სლაიდში გითხარით, აერთიანებს როგორც სამეცნიერო ინსტიტუციას, ისე ზოგადად კულტურულ ინსტიტუციას, საგანმანათლებლოს და მსგავსი მოდელები უნდა ითქვას, რომ არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში, ახლა ზედმეტია ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის კულტურულ მემკვიდრეობას, მაგრამ ეს მრავალ ფუნქციური ინსტიტუციები დღეს არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში, ესეთი ამერიკაში მაგალითად სმითსონიანის ინსტიტუცია არის გერმანიაში პრუსიის კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ აქ თავარი ალბათ გახლავთ ის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის მთელი პროცესის
მივყვეთ მთელ პროცესს, დაწყებულს აღმოჩენიდან, მოხვედრიდან ბოლომდე მისი წარდგენამდე. და შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ ხოლმე რა ფუნქცია, ეს ფორუმია დღეს არ არის მუზეუმი უბრალოდ ის კლასიკური გაგების მუზეუმი, ეს არის ფორუმი, სადაც სხვადასხვა მიმართულებები ერთმანეთს ხვდება და შესაბამისად ჩვენ შემთხვევაში ძალიან ხშირად უკითხიათ, რომ რის მიხედვით არის გაერთიანებული. ეს გაერთიანებული გახლავთ პირველ რიგში კოლექციების ირგვლივ, ტრადიციების ირგვლივ. ჩვენ შემადგენლობაში არის როგორც სამი ტიპის მუზეუმებია, მე მინდა ამას ხაზი გაუწვა. ერთი გახლავთ ეროვნული ისტორიის, ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც თბილისშია, ეროვნული გალერეა ეთნოგრაფიის. მაგრამ ამის გარდა არსებობს რეგიონალური მუზეუმები, რომელიც ბუნებრივი არსებობდა, ეგრეთ წოდებული ჩვენ ბავშვობაში ეს იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, რომელთა ტრანსფორმაციას ვახდენთ ჩვენ, სწორედ იმ ხრივ რო ის იყოს აბსოლუტურად თანამედროვეობას, ასე ვთქვათ, ადაპტირებული და მესამე გახლავთ ასე ვთქვათ, საით მუზეუმები ძეგლებთან დაკავშირებული. როდესაც იქმნებოდა ეროვნული მუზეუმი, მის შემადგენლობაში შევიდა ასევე მეცნიერებათა აკადემიის სხვადასხვა ინსტიტუტები. ეს იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, ასევე არქეოლოგიური ცენტრი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტი. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ კოლექციებთან ერთად გვაქვს საკმაოდ მძლავრი ინტელექტუალური პოტენციალი. ანუ ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს გაერთიანებას, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, როგორც კოლექციების, ისე ინფრასტრუქტურის და ისე ადამიანების. ხა ძალიან მოკლედ ახლა ყველამ ვიცით სად რა არის წარმოდგენილი, მაგრამ ერთი რამეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ კოლექციების მრავალფეროვნება და შესაბამისად შესაძლებლობა მრავალფეროვნების, დაწყებული ბუნებიდან და ადრეული ეპოქებიდან და სხვა შორის ეს ცდა თანამედროვეობის და წარსულის შერწყმის ერთ-ერთი აი ზუსტად ჩვენ გვაქვს მე-19 საუკუნის კოლექციები, მე-19 საუკუნის ვიტრინები და თანამედროვე ტექნოლოგია. ასე რომ მუზეუმი გარკვეულწილად, ეროვნული მუზეუმი ამ შემთხვევაში ატარებს იმ გზავნილს, არა უბრალოდ სიტყვით, როგორ უნდა იყოს წარსულის და თანამედროვეობის კავშირი. ეს ალბათ ყველაზე ჩვენი ნებისმიერი ქართველისთვის ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც გახლავთ ახლა ჯანაშიას მუზეუმში წარმოდგენილი, რომელიც შალვა ამირანაშვილის მუზეუმშია ტრადიციულად დაბინავებული და განახლების ის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ეროვნული გალერეა, ასევე ჩვენ შევქმნით მუზეუმების უბნის კონცეფცია. ეს თავის დროზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არსებობდა, შემდგომში სხვადასხვა ეპოქებში ეს მიმდინარეობდა. ეს დაახლოებით გახლავთ როგორც აი ბერლინის მუზეუმების კუნძულია და თვითონ ეს გუდიაშვილის ქუჩა დაწყებული ეროვნული გალერეიდან დამთავრებული შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი წარმოადგენს მუზეუმების ქუჩას და გარკვეულწილად კლასტერს. მე ამ სიტყვას რამდენჯერმე ვიხმარ იმისათვის, რომ დავინახოთ მთლიანი სურათი, რა როლი უკავია და უჭირავს თვითონ მუზეუმს განვითარებაში, როგორც урბანულ განვითარებაში, ისე დიდი მეცნიერების განვითარებაში და მე ვიტყოდი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. და ეს გახლავთ ალბათ ეს ერთ-ერთი სლაიდია, სადაც სხვადასხვა დროს იქმნებოდა სწორედ მუზეუმის უბნის კონცეფცია, რომელიც აი 73 წელს ბატონ შალვა ამირანაშვილს ჰქონდა ეს წარმოდგენილი. ამჟამად ძალიან სასიამოვნო სიახლე გვაქვს, რომ უკვე ძალიან როდის ცხადდება, მე მგონი რამდენიმე დღეში გამოცხადდება საბოლოოდ ხელოვნების რეაბილიტაციის ბატონო თვის ბოლომდე უკვე საბოლოოდ მომზადებულია ყველაფერი და ხელოვნების მუზეუმი, უნდა ითქვას, რომ თხელ მე ვნახე შალვა ამირანაშვილის შევარდნადისადმი მიწერილი წერილი, წარმოვიდით რამდენი ხნის რომ ვიშველეთ რა ვქნათო და აი დღეს ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეშველა და იწყება ეს პროცესი. და შესაბამისად ხა მე ბევრს არ ვილაპარაკებ დეტალებზე. ეს არის სტანდარტი და მე მინდა ახალგაზრდებს მივმართო, რომ ეს ამაზე საუბარიც არ უნდა იყოს. დღეს სტანდარტის გარეშე არაფერი არ ხდება. შესაბამისად, შენახვა, კვლევა, გამოფენა არსებობს ამის მოდელები და ჩვენ ამას მივყვებით.
როგორც მედიცინაში არის დღეს საქართველო იყენებს ყველა თანამედროვე სტანდარტს, ისევეა კონსერვაცია რესტავრაციაში. ამის გარეშე საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ არაფერზე. ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გითხარით, განვითარებაში ადგილი ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს, რა ის მერე ხდება. ახლა ამ წუთში არის რეაბილიტირებული ერთი სივრცე, რა ძალიან მნიშვნელოვანია ორი ნაწილი, რომელიც სანამ მუზეუმის სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქნება, მანამდე ეს კოლექციები საიმედოდ არის დაცული და წარმოდგენილი, როგორც ხედავთ, ყველა იმ სტანდარტით, რაც გითხარით, რომ აუცილებელი. ხა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ მუზეუმი, სადაც ჩვენ ახლა ეს არის ღიაცის ქვეშ მუზეუმი, ასე თუ ვისაუბრებთ გეოგრაფიულად, ეს არის რუსთაველის ირგვლივ ერთი ტერიტორია, მეორე ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს და ძალიან დიდი შესაძლებლობები სწორედ წარმოჩენის ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის. არსებობს გენერალური გეგმა, ამ წუთში მიმდინარეობს რეაბილიტაცია ცალკეული ნაწილების, არის ინფრასტრუქტურის განვითარება, დღეს გამოყოფილი ამის ფინანსური საშუალებები. და ახლა ეს სპეციალურად ვაჩვენე ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ახლა ვამზადეთ, ნეოლითური სოფელი. ეთნოგრაფიული მუზეუმები ალბათ ბევრს გინახავთ სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც წესი, ეს არის რომელიღაც ერთი პერიოდის ჩვენება, აი მაგალითად შვეიცარიაში არის 1960 წელს სახლია და აჩვენებ ამას. ჩვენთან თქვათ ერთ-ერთი გლეხის გარმიდამო ამ ეპოქის. ანუ წარმოაჩენ ეთნოგრაფიას ეპოქის თავისი ყველა კომპონენტით, არქიტექტურით, მისი საკვებით, ბოსტონით და ასე. ჩვენ შემთხვევაში იქნება პირველი, რომელსაც ექნება აგრეთვე ადრეული ეპოქის ანალოგია. ანუ აქ იქნება ნეოლითიდან, ანუ იმ დროს, როდესაც ხდება სოფლის მეურნეობის განვითარება, მისი და ეთნოგრაფიის კავშირი. ეს არის თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ახალი მიდგომა არის და სხვა რატო ვერ აკეთებთ, რომ მას არ აქვს ეს მემკვიდრეობა. შესაბამისად, როცა თავიდანვე საუბრობდი ეროვნული მემკვიდრეობის გამოყენებაზე, სწორედ ეს გახლავთ, რომ არა უბრალოდ ვაჩვენოთ ის რა არის, მოვძებნოთ ის კავშირები, როგორც ქონდა სხვადასხვა ეპოქებს. ხა ასევე მომზადებულია თბილისის ისტორიის განახლების პროექტი, ეს ძალიან პრინციპული ასევე პროექტი გახლავთ. ძველ თბილისში ალბათ ყველას გვაქვს სურვილი, რომ ძველი თბილისი იყოს უფრო თანამედროვე, განსაკუთრებით ტურისტულ ნაწილში და მე ვფიქრობ, რომ ქარვასლა არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება ამის წარმოჩენა, როგორც თვითონ შენობის, ისე მისი ისტორიის და ეს პროექტიც მომზადდა. მე არ მივყვები ყველა პროექტს, რომელიც ჩვენ დიდი ხანია მომზადებული გვაქვს. ჩვენ საუბრობდით ასევე რეგიონალურ მუზეუმებზე, რომლებიც ჩვენთვის ხა ეს ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო სიღნაღის მუზეუმი, ძალიან ვანის მუზეუმი, ხა ვანის მუზეუმზე ბუნებრივია დიდი მასა აქვს, დიდი საერთაშორისო აღიარება, ევროპული ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული სამუზეუმო სფეროში მიღებული ჯილდო. ეს არ არის მხოლოდ, ეს გახლავთ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი შესაძლებლობა ისევ თუ შევხედავთ დიდ სურათს ჩვენი ქვეყნის სწორედ წარმოჩენის, ამ შემთხვევაში ოქროსაწმისის, კოლხეთის, რომ ეს არ არის მხოლოდ ლეგენდა. ჩვენი ვალდებულება არის და ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი პირველი ფუნქცია გახლავთ, რომ სამეცნიერო შტამპი მოიტანოს ამა თუ იმ სამეცნიერო თუ ასე ვთქვათ, პოპულარო მოდით ესე ვთქვათ დევიზებზე თუ გამოცხადებებზე. ხომ ჩვენ ხშირად გვაწუხებს ხოლმე, რომ რაღაცას გვედავებიან ამა თუ იმ ასე ვთქვათ აღმოჩენას სხვადასხვა ქვეყნები, მაგრამ თუ შენ ატარებ ამას მაღალი სტანდარტის სამეცნიერო კვლევით, ამას ვაჩვენებ. მე ვერავინ ვერასდროს ვერ შეგედავება და შენ ხარ ამის ყოველთვის პიონერი და გამომყენებელი. ამიტომ არის ძალიან პრინციპული, რომ მუზეუმებში არსებობდეს სამეცნიერო კვლევები. მუზეუმში არსებული მასალა ეს გახლავთ სამეცნიერო ინფრასტრუქტურა. პარალელურად, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენ მუზეუმში არის საზოგადოებრივი სივრცეები, აუდიტორიები, სადაც სწორედ არის კავშირი განათლებასთან, როგორც პროფესიულთან, ისე
საზოგადოებრივ განათლებას. ხა სვანეთის მუზეუმით ალბათ ყველა ვამაყობთ, ასევე ჯილდოს ფლობელია და ხა ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა შორის მაგალითი მინდა გითხრათ, ცოტა წავიტრაბახებ, ეს გახლავთ იმ მუზეუმის თანამშრომლები, რომლითაც დღეს ყველა ამაყობს, ეს გახლავთ ეგვიპტის ცივილიზაციების მუზეუმი. სწორედ მათი თანამშრომლები ჩვენთან გადიოდნენ სტაჟირებას სვანეთში. ანუ მე იმის თქვა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ის გამოცდილება, რომელიც არა მარტო ჩვენ გვჭირდება ვიღაცისგან სწავლა, ვიც შეიძლება ჩვენგან ისწავლოს. სწორედ და სვანეთის მუზეუმი ამის ერთ-ერთი მაგალითია. ეხლა გვაქვს გამოწვევა, უშგულში არის აუცილებელი ახალი მუზეუმის აშენება და ალბათ ყველას ვთხოვთ ხარდაჭერას ამ მიმართულებით. უშგულს ჭირდება ახალი თანამედროვე მუზეუმი. ახალციხის მუზეუმი ასევე გახლავთ რეგიონალური მუზეუმის მოდელი, როდესაც საუბრობ სხვადასხვა უკვე გარდაქმნა იმ მუზეუმების, რომლებიც იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ბოლნის მუზეუმი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქვემო ქართლი თავისთავად წარმოადგენს ალბათ მართლა ხა მერიდე ამ სიტყვის ხმარება მართლა უნიკალურია, სადაც ერთდროულად არის პირველი ევროპელის, უძველესი ღვინის და ასე შემდეგ ადგილი. და ეს მუზეუმი სწორედ ამას ემსახურება. ეხლა ისინი, რომლებიც არ გაკეთებულა და პროცესშია, ესეთი გახლავთ სტეფანწმინდის მუზეუმი, რომელიც შენობა დამთავრებულია და ჩვენ იმედია მალე უკვე შიდა ნაწილშიც ვიმუშავებთ, რომელიც იქნება ასევე რეგიონალური მუზეუმი, რომელიც ერთმანეთში შერწყმული იქნება როგორც ბუნების ისტორია და კლიმატის განსაკუთრებით, ისე მთის ეკოსისტემის და მთის კულტურის. ჩვენ ეს გახლავთ ონის მუზეუმი, ასევე ამ ტიპის მუზეუმია. საერთოდ ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ შინაარსით და ყველა ამ მუზეუმს აქვს თავისი იდენტობა. და ასევე ჩვენი პოლიტიკა გახლავთ ის, რომ რეგიონალურ მუზეუმებს დაემატოს კოლექციები თბილისიდან. იგივე ახალციხის მუზეუმი, ბოლნისის მუზეუმი, ახლა ონის მუზეუმიც შეივსება იმ კოლექციებიდან, რომელიც ჩვენ ფონდებშია და რეალურად მეცნიერების გარდა მათ არ აქვს წვდომა. აქედან გამომდინარე, თუ იქმნება პირობები რეგიონებში, ჩვენ ყოველთვის სათავართ მონაწილეობის და მაგალითად ბოლნის მუზეუმი თითქმის მთლიანად და ახალციხის მუზეუმი ამაზე შეიქმნა. ონს აქვს თავისი იდენტობა, რაჭას ძალიან საინტერესო, აქაც არის სწორედ გეოლოგიის, ადრეული ეპოქების, არქეოლოგიის ერთმანეთთან კავშირი წარმოჩენა და თქვენ ხედავთ მის უკვე მზად არის მუზეუმის შენობა, უბრალოდ არის არკვეული შეფერხება შიდა სამუშაოებს. დმანისის მუზეუმის პროექტი მზად გახლავთ, ახლა დმანისზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ერთი შემილია გითხრა წელს წარდგენილი იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, მისმა კოლექციებმა უკვე მიიღო დიდი აღიარება და ეს გახლავთ მუზეუმის პროექტი, იმედია რომ რეგიონალური და ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროები ხარს დაგვიჭერენ, კულტურის სამინისტროს დახმარებით უკვე პროექტი მზადდება, ყოველ შემთხვევაში პირველი ნაწილი უკვე მზად არის და დმანის მუზეუმი ხედავთ საკმაოდ მაღალი კლასის არქიტექტურის, საერთაშორისო არქიტექტურის მიერ არის. როგორც კი გამოიყოფა თანხები და უკვე მზადყოფნა არის სრულად და ეხლა რო ვისაუბროთ განვითარებაზე. მე რამდენჯერმე ვიხმარობ ამ კლასტერი არ არის ჩვენი მოგონილი. კლასტერი იყო თავის დროზე შეიქმნა როგორც ბიზნეს მოდელი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, მაგრამ რეალურად კლასტერი არის ამ შემთხვევაში ის მიდგომა, კლასტერული მიდგომა, რომელიც შეიძლება ძალიან ეფექტურად იყოს გამოყენებული კულტურულ მემკვიდრეობაში და განსაკუთრებით რეგიონებში. და აი ეს მოდელი, სადაც კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებრივი მემკვიდრეობა არის ცენტრში, თავისთავად აი თქვენ ხედავთ, რამდენ კომპონენტზე მუშაობს. და ჩვენ უკვე გვაქვს მოდელი შექმნილი ქვემო ქართლის, ეს არის დასავლეთ საქართველოსია შექმნილი ყველა ჩვენ რეგიონებში, ჩვენ ვქნით კლასტერულ ფილოსოფიას, სადაც პროდუქტი ემთხვევა როგორც საგანმანათლებლო, ისე ტურიზმისთვის. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობდით
ამა თუ იმ მუზეუმზე, სწორედ ქსელზეა საუბარი. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის ჩვენი დაწესებულების ხაზი, არ არის იყოს ვერტიკალი. ჩვენი დაწესებულების ხაზი არის იმისკენ, რომ ეს იყოს ქსელური, აი რაც არის დღეს სისტემური მიდგომა, ქსელური მიდგომები იმისათვის, რომ აი ჰორიზონტალურ მიდგომაში იყოს ერთიანი სიძლიერი. და სწორედ ამ მიდგომით ჩვენ მივდექით იგივე მცხეთის მუზეუმს. მცხეთის მუზეუმი იქმნებოდა უკვე შენობა ბოლოსკენ იყო, როდესაც ეს ჩვენ გადმოგვეცა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეხედა კონცეფციისთვის პირველ რიგში, რომ მცხეთის მუზეუმი დაგეგმილი იყო მხოლოდ როგორც არქეოლოგიური მუზეუმი. მაგრამ ალბათ ნებისმიერი ქართველისთვის მცხეთა ამას მე თვითონ ვამბობ, მარტო არქეოლოგია არ არის, ხო? შესაბამისად ჩვენ შევქმნით პროგრამა ის როგორც გადააზრების თვითონ საგამოფენო სივრცის, რომელშიც არ იქნება მხოლოდ არქეოლოგია და ბუნებრივია მოქცევა იქ ქართლისა საქართველოს მცხეთა როგორც ჩვენი იდენტობის და ვარქვათ შემეცნების სახელმწიფოებრიობის ცენტრი და იმისთვის რომ ეს გააკეთო, ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ მთელი რეგიონალური კლასტერი თავისი არქეოლოგიით და შექმნილიყო ჯერ იდენტობა მუზეუმის, ყველა მუზეუმს მე გავემეორებ ჭირდება თავის იდენტობა და მოდით ესე ვთქვათ ხიბლი. და აღმოჩნდა, რომ მცხეთის მუზეუმი იყო დაგეგმილი უფრო როგორც ელექტრონული მუზეუმი ძირითადად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის კოლექციები, რომლებიც არის ჩვენ ფონდებში და ეხლა ესე გამომდის, რომ პირველი გლიპტიკის კაბინეტი, აი ესეთ გემები რაც არის, აღმოჩნდა ჩვენ კოლექციებში არის ძალიან ბევრი და ეს არის კიდევ ერთი, მოდით ესე ვთქვათ, ინსტრუმენტი დიდი ისტორიის მოყოლის. და ამას მე სპეციალურად უსვავ ხაზს, რომ ჩვენ ფონდებში, ჩვენ კოლექციებში არის კიდევ შესაძლებლობა ისტორიების წარმოჩენის, აი როგორც ხედავთ, იგივე გამოყენებით, 3D რეპლიკებით და ასე შემდეგ. ანუ მცხეთა თავისთავად ისევ გადადის როგორც კლასტერული განვითარების, რომელშიც მას ემატება იგივე საცავები. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ დღეს რა უნდა იყოს გამაერთიანებელი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთიანი კონსერვაცია, რესტავრაციის ცენტრი, რომლის პროექტი ჩვენ გვაქვს და აი ხელოვნების მუზეუმთან იყო ეს დაგეგმილი, აი ქალბატონი ნინო ხელმძღვანელობდა და მეორე საცავები. და აი ჩვენ გვაქვს ტერიტორია ქსანში, დიდი ტერიტორია და ვფიქრობთ, რომ არა თბილისში, არამედ იქ იყოს მისი პროგრამაც მომზადებულია, რომელიც მოემსახურება ბევრ სხვადასხვა არა მარტო მუზეუმებს, ახალ არქეოლოგიურ კვლევებს. ანუ თანამედროვე არქეოლოგია არ არის უბრალოდ არტეფაქტების შენახვა და აღმოჩენა. იქ აღმოჩენილი ცალკეული ორგანული მასალა ხვალ შეიძლება იყოს დიდი აღმოჩენის ნაწილი და ამას გაჩვენებთ, როგორ არის შესაძლებელი. ამიტომ მსგავსი საცავის შექმნა ეს ფინანსურადაც და შინაარსობრივად არის ძალიან ჭკვიანური და პრაგმატული. ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა მუზეუმს კონდეს მსგავსი და ეს როდესაც ცენტრალიზებულია რამდენიმე საქართველოში, ეს არის მიდგომა არის დღეს იგივეა ინგლისში, იგივეა ინდოეთში, იგივეა ევროპაშიც. ასევე ჩვენ გთხოვეს და რაც ჩვენი შესაძლებლობა არის სამეცნიერო კონცეფციების მომზადება, ეს გახლავთ გურჯაანის მრავალ ფუნქციური სამეცნიერო ჩვენ შევქმნით კონცეფცია და კვინის ქალაქის, რომლის ამჟამად მიმდინარეობს, მე მგონი დამთავრდა ტენდერი არქიტექტურული. ჩვენ ასევე მუშაობდით, აი სწორედ მახათას მთაზე უნდა შეიქმნას კულტურის ქრისტიანული იდენტობის ცენტრი, ესეც უკვე პროცესში არის. ანუ ჩვენი ფუნქცია არის კონცეფციის მომზადება. აი იგივე ლევილის მამულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ახლა ბატონიკა ხა დაბრუნდა იქიდან, უნდა ყველა დავაწყნაროთ, რომ კარგისკენ მიდის და უფრო მეტ სიტყვის თუ დაგაინტერესათ. ანუ ჩვენი ამოცანა არის, რომ კონდეს გრძელვადიანი სტრატეგია მთლიანად მემკვიდრეობის. ეს არ არის უბრალოდ ვიწროთ ერთი მუზეუმის ფუნქცია. და ჩვენ ესე ვხედავთ ამას და ეს არის პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიასთან. არ შეიძლება ჩამორჩეთ ციფრულ ტექნოლოგიას, მაგრამ ჩვენი უპირატესობა არის შერწყმა. რომ ჩვენ გვაქვს ნამდვილიც და მაგრამ დღეს გვჭირდება პარალელურად ციფრული, ეხლა მზადდება აბსოლუტურად ახალი ვებგვერდი,
მოგვეცა სპონსორით საშუალება ძალიან მაღალი რანგის კომპანიით, რომელიც იქნება ყველაფერი, გაყიდვების, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია იქნება ციფრული. და ასევე, რა თქმა უნდა, დიგიტალიზაციის ჩვეულებრივი პროცესია. მაგრამ გავაგრძელებ, უკაცრავ თუ ძალიან არ დაგღალეთ, რა სად არის შესაძლებელი. ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი არის მეცნიერებაში. ყველა მეცნიერებას აქვს თავისი, მოდით ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურაცა. თუ ვთქვათ, ფიზიკოს სჭირდება ლაბორატორიები, თუ ვთქვათ, ასტრონომში სჭირდება ჯოგრიტი, თუ რაც არის ტელესკოპი, კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერებს სჭირდებათ კოლექციები. და მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს არ არის უბრალოდ, რომ ჩვენ ამით ვამაყობთ ამ ინდექსებით და დიდი აღმოჩენებით, რომ იგივე ვთქვათ, მსოფლიოს ერთ-ერთ გადამწყვეტ კატალოგებში თქვენ ხედავთ, რომ ეროვნული მუზეუმი ნომერ პირველად არის დასახელებული. ეს რას ნიშნავს? გასაგებია, რომ ჩვენ ეს პირველი ევროპელების თემა და თქვენ იცით, Science Magazine, Nature etc. როგორ მოხდეს, აი ახლა მაგალითად მანისი არის მსოფლიოს 100 ყველაზე დიდი აღმოჩენის ნაწილი, სადაც არის როგორ გითხრათ, ეგვიპტის პირამიდა არის, ყველაფერი რა, ტროია, ეს რას ნიშნავს, რომ მიზიდულობისთვის ადგილია. ანუ ყოველთვის ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება მთავარი მიზიდულობები. მთავარი მიზიდულობები რაც არ უნდა თვითონ ახდინო, დეკლარაცია არ მუშაობს, ხო თუ მას არ აქვს აღიარება. და ამის ძალიან კარგი მაგალითია ღვინის მაგალითი. აი ახლა ეს მაჩვენა ერთმა, რომ ჩვენ მეზობლები გვედავებიან უძველეს ღვინოს. მოიცათ რა. ერთადერთი სამეცნიერო აღიარება აქვს საქართველოს. ამას მოყვა თქვენ ნახეთ ალბათ. გინესების წიგნებამდე მოხვედრა და სხვა შორის უნდა გითხრათ, რომ ამ სტატიის მერე არის გააკლოვეთ 3-ჯერ მომატებული ღვინის გაყიდვა. ანუ ეს გახლავთ ახლა როგორ შეიძლება მემკვიდრეობის კვლევა იყოს ეკონომიკის და ცნობადობის ნაწილი და ამას ემატება სრულიად ჩვენი ახალი აღმოჩენა, ეს გახლავთ უძველესი პურის ხორბლის აღმოჩენა. ეხლა რა არის ეს, აი მოკლედ გეტყვით, საიდან მოხდა? კვლევა ამისი აწლეულები მიმდინარეობდა. ისევე როგორც ღვინოზე გენეტიკური, მოდით ესე ვთქვა, წინაპირობა იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს 10,000 წლის არსებობდა, ისევე როგორც პურზე. მაგრამ აქ არის ლაპარაკი, როგორ შეგიძლია შენ ეს წარმოაჩინო მეცნიერულად. ჩვენი თანამშრომელი არის ნანა რუსიშვილი, 50 წელი იკვლევდა ამ მარცვლებს. და სანამ ის არ მოვახდინეთ ამ მარცვლების, რომელიც არის კარბონიზებული დათარიღება, ის აზრს რჩებოდა ბოტანიკურ მასალად. ამას დაემატა და ზუსტი დათარიღება თვითონ ის რა არის დიდი მეცნიერული პრობლემა. აი, რომ წარმოვიდგინოთ, არის სხვადასხვა ორგანიზმები, რომლებიც არიან ველური და ხდებიან თანამედროვე. ანუ ხდება ჰიბრიდიზაცია. ამ შემთხვევაში არის ჰიბრიდიზაცია ველური ხორბლის და ასევე აი მარცვლოვანიც არის, არ თქვაო სარეველასიო, რომლებიც ერთმანეთს შეხვდნენ. და ჩვენ შევძელით ამ აღმოჩენის დროს, რომ ორივე აღმოჩენილიყო ცალ-ცალკე დათარიღებულიყო და ეს გამختارიყო საერთაშორისო სამეცნიერო აღიარების. მაგრამ ეხლა მეორე აბსოლუტურად რა ვიცი რაც მე მგონი ღმერთმა გვაჩუქა, ხო? ეს არის ზუსტად იმ ადგილიდან, საიდანაც არის აღმოჩენა ჩვენი ღვინის. ანუ მომენტალურად ეს გახდა პურის და ღვინის თავარი წერტილი ერთდროულად. პლუს ეს არის დიდი სამეცნიერო პრობლემის ნაწილი, უძველესი მიწათმოქმედების განვითარების, რომელიც ასევე არის დიდი ინოვაცია. ანუ ჩვენ თუ საუბრობთ ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, გზავნილებზე, უძველესი ინოვაციის ადგილია 8000 წელი, უძველესი, მოდით ესე ვთქვათ, ყველასთვის ძვირფასი პურის და ღვინის და როგორ მოვახდინოთ ჩვენ ამის მონეტიზაცია, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ალბათ ჩვენი სამუშაო და პირადად ჩვენი დაწეული, ჩვენ პირადად როგორც მეცნიერის არის, სწორედ გარდაქმნა მემკვიდრეობის, როგორც ეკონომიკური უპირატესობის, კონკურენტუნარიანი უპირატესობის და ამისთვის აუცილებელია ინსტიტუცია და ინფრასტრუქტურა. ეს არ ხდება მხოლოდ ინდივიდუალური მეცნიერებთან. სადღაც ლაბორატორიაში შეიძლება ყოფილიყო ის,
მაგრამ ვერ დაემატებოდა მეცნიერული მეორე ინფორმაცია და ნივთები. ასე რომ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და სიამაყე შემიძლია ვთქვა როგორც ნების რიგითმა ქართველმა ჩვენ არავის დამადლება არ გვჭირდება შეგვიძლია ვთქვათ რომ გვაქვს დოკუმენტური მეცნიერული დასაბუთება 8000 წლის ღვინის და ხორბლის. ხა როგორ უნდა წარმოაჩინო? ხა საერთაშორისო გამოფენაზე შემიძლია დილამდე ვილაპარაკო იმდენი ჩვენ გადაფარული. მაგრამ ასევე აი ეხლა ეს რატომღაც ერთ-ერთი მოხდა, აი ერთ-ერთ დროს, აი კორონავირუსის დროს იყო მსოფლიო უბრალოდ ევროპაში თუ არა მსოფლიოში ათეული მუზეუმებში ნახველების. ერთ-ერთი იყო ფიროსმანი ათეულში ალბერტინაში. ანუ ჩვენ გარდა იმისა რომ კოლხეთი შეგვიძლია, იგივე ღვინის გამოფენა რომელიც ბორდოში იყო და მისი წარმოჩენა იყო. ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც ახლა ის პომპეის გამოფენა ვანში ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენი პოზიცირებისთვის. სხვა შორის ეს ეტრუსკების გამოფენა, რომელიც ვანში იყო. ძალიან ბიძგი იყო ერთი დიდი სამეცნიერო საინტერესო პროექტის კოლხებითის და ეტრუსკების ურთიერთობის. ეხლა გვაქვს ჩინეთიდან გამოფენა დაგეგმ. ეს რამდენი ნახველია და ასე შემდეგ. მაგრამ თუ აი შევაჯამებ და თქვით ბუნებრივია ფუნქცია ჩვენი არის საზოგადოებრივი კომუნიკაცია. ღირებულებების და მეცნიერული ცოდნის. და მუზეუმი ამას აკეთებს, ახლა ალბათ დამეთანხმებით 97 წელი იყო, როდესაც ჩვენ შევქმნით ეს შემეცნებითი პროგრამები, მე ხაზი მინდა გავუსვა. მუზეუმში ყველას დავდიოდით, ბავშვებიდან ავტობუსებით დავყავდით, ხო ესეა. და არავის არ ქონია რომ მუზეუმში სიარული, მაგრამ აქ არის ლაპარაკი ინტერაქტიულობასთან, რომ ჩვენ ვიყოთ ისეთი მასპინძლები სადაც უნდა ადამიანს დაბრუნება და პირველ რიგში აინტერესებს. ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პირველ რიგში გვაქვს ფუნქცია ინტერაქტიულობის, ახალი ცოდნის გავრცელების და ამის მაგალითები არის ხა იგივე თმანიში და თუ მკითხავთ აი ყველაზე დიდი ჯილდო რა შეიძლება მიიღოს და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა ეს არის რიგი სვანეთის მუზეუმში შესვლის. თუ ბავშვების რიგი დგას მუზეუმში შესვლის, ესე იგი რაღაცას ასრულებ და რაღაცა არის შედეგი. აი ეს არის ძალიან ჩემთვის მოკლედ და თქვენთვის ალბათ ძალიან გძლად იმის ჩვენება, რომ ეროვნული მუზეუმი ამ შემთხვევაში ყოველგვარი სადღეგრძელოების გარეშე ემსახურება თავის ქვეყანას და მომავალს. კარგად, ცუდად რა გამოგდის, ეს მეორე არის. თუ არაკეთებ არ ცდები არაფერში. მაგრამ ჩვენი და მთელი გუნდის და მთელი ყველა თანამშრომლის და მთელი ამ ქსელის ვალდებულებას და პირდაპირ გეტყვით რა, ყველა სურვილი არის განვითარება. ჩვენ არ გვინდა რომ ვიყოთ სტატიური გაჩერებული. ასე რომ თუ დღევანდელი დღე კიდე ერთი ნაპერწკალი იქნება იმისა, რომ წინ წავიდეთ, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო დავით, ჩვენ გადავაჭარბეთ. რა ძალიან საინტერესო მოხსენება იყო, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ. სამეცნიერო მიმართულებით, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები ზოგადად მუზეუმებთან დაკავშირებით, რომელსაც განვიხილავთ პრინციპში. ჩვენი როგორც კულტურის კომიტეტის მთავარი ფუნქცია არის განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ კულტურის პოლიტიკას, კონცეფციას, რამდენად არსებობს პრობლემები მუზეუმების სისტემაში, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე და გზები, რომელიც არსებობს ამ პრობლემების მოგვარებისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი, მე პირველ რიგში ჩემ კოლეგებს ვთხოვ, თუ არსებობს კითხვები და მე დავსვა. გისმენთ ქალბატონო ლიკა. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის. რამდენიმე შეკითხვა მექნება. პირველი, როგორ შეიძლება რომ მუზეუმები მხოლოდ ასე ვთქვათ ისტორიული მეხსიერების
სივრცეებად არ დარჩეს და თანამედროვე საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ასე ვთქვათ ცხოვრებაში უფრო აქტიური როლი შევძინოთ, რაცა ჩვენი ახალგაზრდები და მომავალი თაობა უფრო მეტად დავაინტერესოთ. ასევე მაინტერესებს რამდენად დაცულია ჩვენი უნიკალური კულტურული ასე ვთქვათ საგანძურები კრიზისული ან საგანგებო სიტუაციების დროს. მადლობა. პირველ შეკითხვაზე ალბათ შევეცადე. ვარჯობია დავუსვათ კითხვები და მე ერთდროულად ვპასუხებ. მოგესალმებით. მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ დავიდს და მთლიანად ეროვნულ მუზეუმს ამ გაწეული საქმეებისთვის ეს უდიდესი საქმეებია და სავიზიტო ბარათია მთავარი ჩვენთვის მთელ სოფლიოში და აქ არის ჩადებული ძალიან დიდი შრომა ის რომ მთელ სოფლიოს დაანახო მთელ კაცობრიობას რა როლი აქვს შეტანილი ქართულ ხალხს ამ საკაცობრიო განვითარებაში და მათ შორისაც აი პურის და ღვინის კომპონენტი ახსენეთ ეს არის ძალიან დიდი საქმე და ვიმეორებ ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი მე ერთი კითხვა და თქვენეული ხედვა მაინტერესებს ძალიან მიხარია რომ ბავშვების რიგი დავინახე ამ ფოტოებზე თუმცა მაინც ვფიქრობ რომ უფრო მეტია გასაკეთებელი განსაკუთრებით რეგიონებისთვის ჩვენი მუზეუმების პოპულარიზაციის თვალსაზრისით იმიტომ რომ რეგიონების სკოლებში მოსწავლეები სწავლობენ იქ ეცნობიან ილუსტრაციების სახით მაგრამ ნაკლებად ხელმისაწვდომია მათთვის ხშირ შემთხვევაში მუზეუმებში ვიზიტი და რაღაცა ხო არ დაგვეგეგმა განათლების სამინისტროსთან ერთად მათთვის რომ უფრო მეტად გახშირდეს ეს ვიზიტები, იმიტომ რომ უნდა შეიძინოს ამან უფრო მეტი სიცოცხლე ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ერთია რომ არსებობს დაუნჯებული ჩვენი ეროვნული მეხსიერება, მაგრამ მეორეა როგორ მივიტანთ ამას ახალგაზრდებამდე და როგორ სხვანაირ, ასე ვთქვათ, სტიმულს მიცემს მათ მომავალში თავიანთი წარმომავლობის, თავიანთი ისტორიის, გასიგზეგანების, გააზრების თვალსაზრისით და აი ამ ხრივ იქნებ გვეფიქრა. იმიტომ რომ ციფრული მუზეუმების შექმნაც და რაღაცა ჩაშენება სასკოლო პროგრამებში ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ახლა ჩვენ გვიწევს სახელმძღვანელოებზე მუშაობა და რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, კომპონენტი არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოსწავლე უფრო ახლოს გაეცნოს ამ ყველაფერს. დიდი მადლობა. თხოვთ ბატონო დავით. კითხვაც მქონდა ესე იგი თუ არის შესაძლებელი ხო თქვენ არქეოლოგი ბრძანდებით და ძალიან ცნობილი არქეოლოგი ამავდროულად იმიტომ რომ თქვენი და ნეტარხსენებული მამა თქვენი ძალიან დიდი დამსახურებაა ქართულ არქეოლოგიაში ძალიან ბევრი რამ გაკეთებულა და გაკეთდა აი მაგალითად რეგიონებში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ბოლო პერიოდებში განსაკუთრებით აი გუდაბერტყას არქეოლოგიურ გათხრებს შევეხები გორის სიახლოვეს ასევე ქვემონიკოში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები გორის უნივერსიტეტის ინიციატივით და თაოსნობით და აი ამ საგამოფენო სივრცეებისთვის მათი ამ გამოფენისთვის უარ დაგვეთმო გარკვეული ყურადღება რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ თუნდაც ადგილი გამოგვეძებნა მათთვის იმიტომ რომ ბევრმა არ იცის მაგალითად რა აღმოჩნდა ქვემონიკოში. კი გავაკეთეთ ამაზე ჩვენ პრეზენტაციები, მაგრამ ქვემონიკოს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-18 საუკუნის სამარხები, მათ შორის ხარურემი აღმოჩნდა, ხარების ასე ვთქვათ ჩატანებული ნაშთები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო მასალა არის კენოტიპური ტიპის სამარხები იყო და თუ შეიძლება რომ აი ამ ყველაფერს უფრო მეტი ყურადღება დაუდო. ისე როგორც გუდაბერტყას მტკვარ-არაქსის კულტურული წრის სოფელი არის მოგეხსენებათ იქ შესწავლილი გათხრილი გოგი მინდიაშვილის მიერ და იყო ერთი პერიოდი გორის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა ეს გათხრები საგამოფენო სივრცე შეიქმნა იქ მაღლა მაგრამ ეხლა თითქმის აღარაფერი აღარ არის და აი ამას რომ მეტი ყურადღება დაეთმოს იმიტომ რომ გორში მაგალითად ყოველწლიურად არის 200,000-ზე მეტი ვიზიტორი უცხოელი ჩამოდის ну იქ არის სტალინის სახლ-მუზეუმის უფლისციხისება თუ ამას დავამატებთ ჩვენ სხვადასხვა კომპონენტებს კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდება და საინტერესო გახდება დიდი მადლობა მადლობა გთხოვთ გავაერთიანებ კითხვებს ალბათ პირველი ბუნებრივი კითხვა არის რაც შეეხება კრიზის მენეჯმენტს მაინც დახურული თემებია ეს და ალბათ ჯობია ხოლმე კიდევ იყოს, თორე ძალიან კარგი კითხვაა თქვენ რაც ვკითხეთ, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ უნდა იყოს ნამოქმედარი. არის პირველადი ნამეცადინებია ყველა, ასე ვთქვათ, ნინო იყო ამ პროგრამის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ. თუ რა უნდა მოხდეს დაცულობის და
რთულ სიტუაციაში, მაგრამ კიდევ ეს ნაწილი, ხა კიდევ მასთან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არის ეს თემა, მაგრამ არის კიდე თემები ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კატასტროფის დროს, კატაკლიზმის დროს როგორ უფრო სხვა დონეზე, მაგრამ ძალიან გაიკითხვა. ხა რაც შეეხება ადამიანების მოდი ესე მიუყვები დაინტერესებას, ცით? აი ხა ეს თემა არის მრავალმხრივი სამუშაო. ხა ჩვენ ყველა სკოლაში დავდიოდით სადღაც წრეებში, ხო? ყველას რაღაცა გავლილი გვაქვს. მუზეუმის უპირატესობა წრეებზე ის არის, რომ აქ უკვე ნამდვილიდან აჩვენებს. შესაბამისად, მოთხოვნა ერთ-ერთი ყველგან არის ეს. ეხლა მეორე ნაწილი, რაც არის, აი თქვენ ერთი სლაიდი იყო მეცნიერების ფესტივალის. მე ძალიან მეამაყება, რომ დამფუძნებლები ვიყავით საქართველოს სამეცნიერო ფესტივალის, რომელიც ზუსტად ამას ემსახურება. აი მოზიდვას, ინოვაციის და ტექნოლოგიის საშუალებით სხვადასხვა თაობის მოზიდვას. ამის მეთოდოლოგია არსებობს, აი ბატონი მიხეილი სწორედ ხელმძღვანელობს ჩვენთან საგანმანათლებლო პროგრამების სისტემას, რომელიც ერთის მხრივ არის პირდაპირ ბავშვებთან, მეორე არის მასწავლებლებთან. მასწავლებლების რგოლი არის ძალიან პრინციპული. იმიტომ რომ აი ეს დიდი მსოფლიოს მუზეუმებს აქვთ აი ეს ნაწილები. ხა ჩვენ რა შეგვიძლია და რაზე ვმუშაობთ? აი მე როდესაც ვახსენებ ცხეთის კლასტერი, ჩვენ ის ბაზები ჩვენი საექსპედიციო და გამოყენებული გვაქვს სასწავლო ცენტრებად. უფრო გადამზადების ცენტრებად, ვიდრე უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრებად. შეუძლებელია დღეს უცებ ერთ დღეში მთელი სისტემა ერთი არის განათლების სისტემა, მეორე არის ეს executive education რაც არის. აი ეს არის ჩვენი ნიშა. შესაბამისად, სწორედ ამ მიმართულებით არის. ეს და აქ ხედავთ და რასაც ჩვენ რაზეც მუშაობთ და პლუს ქსელი სხვა ინსტიტუციებთან. ეს არის უმაღლესი სკოლები, სადაც ყველას თავის ფუნქცია აქვს, საზაფხულო სკოლები, რომლებიც ტარდება ამ მიმართულებით. ხა რაც შეეხება გათხრებს, ეს ძალიან მტკივნეული საკითხია პირდაპირ კითხვით. არქეოლოგია არ არის მარტო გათხრები, მეთანხმებით ყველა, ხო? აი ხა ერთ პატარა მაგალითს მოვიტან 2 წლის წინ ნობელის პრემია მედიცინაში და ფიზიოლოგიაში მიიღო ადამიანმა, რომელიც არის პალეოგენეტიკის სპეციალისტი, რომელსაც ვლებს ჩვენ ვაძლევთ. ანუ ჩვენი ნაპოვნი სადღაც ძვალი, მე იმას მიაქვს, ის იმას სწავლობს და იქ ინფორმაცია, რომელიც თანამედროვე მედიცინას ჭირდება. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა, რომ აღმოჩენილი მასალა უნდა იყოს სწორად დალაგებული, შესწავლილი და მე იყოს მისი წარმოჩენა. აი იგივე ვთქვათ, თქვენ რა ბრძანეთ გორის რაიონი, კასპის რაიონი. უნდა გადავწყვიტოთ. ცალკე იქნება იქ ცენტრი თუ ქსანში, რომელშიც გვაქვს რამდენი ჰექტარი გვაქვს ჩვენ? ქსანში გვაქვს 14,000 სადაც ჩვენ უკვე რომელიც ამას მოემსახურება. ანუ გათხრილი მასალა სწორად დაბინავდება, იქვე არის პირველადი ლაბორატორია და მერე იწყება ეს პროცესი. ეს არის აი გასაღები, თუ ეს საკითხი, ეს მე მესმის ბავშვობიდან ეს თემა. აი ეს არის ის საკითხები, თუ ჩვენ ახლა ვინც ვართ, ხო, რაცა სხვადასხვა ფორმით. ესე ღრმად დავინახავთ და გადავწყვეთ. მაშინ აბსოლუტურად რეალური. ხა თქვენ მეცნიერი ხართ და იცით როგორც არის. ეს არის პრინციპული საკითხები. და რაც შეეხება ხა გამოფენებსაც, აი აქაც არის სწორედ აი მე როდესაც იერარქიაზე ვილაპარაკი. აი მაგრამ ძალიან პრინციპული საკითხია ტური. აი მაგალითად აი მოგვეწონა ხო ღვინო და პური. დღეს რომ მიხვიდეთ იმ გათხრებზე, უკან გამოიქცევით, იმიტომ რომ არაფერი არ არის. უბრალოდ გადახურულია. ეხლა ჩვენი ამოცანა რა არის, რომ მივდივართ რომ 3 წელი ველოდებით დიდ მუზეუმს, თუ გვაქვს სქემა, სადაც ვიზიტორ ცენტრებს სწრაფად ვქმნით. ეს ვიზიტორ ცენტრების სისტემა მისცემს საშუალებას, რომ გუთა იქ არ არის ხო ჯერ დიდი მაგრამ ისა, რა ქვია, ციხიაგორა მაგალითად. სოფლიო არა, ხო, ქმნი პატარა ვიზიტორ ცენტრს სწრაფად, რომელიც ტურიზმისთვისაც მნიშვნელოვანია, თქვენთვისაც ისეთი რთული არ არის ამის შექმნა. და რთული მუზეუმები იყოს რამდენიმე, იმიტომ რომ იმისი ჩვენ არა გვაქვს ყველგან ამ წუთში რესურსი, მომსად ეს არის ჩვენი მიდგომა და
წინადადება, რომ მოვახდინოთ იერარქია A, B, C, D, გეოგრაფიულად მოვხაზოთ კლასტერი. აქ არის ამის სივრცე. დასავლეთ საქართველოში ვანი აქ არის, ქუთაის რა უნდა იყოს, ქუთაის სისტემა შეხვდა, ხო? შეიძლება რომ ქუთაისი არ იყოს სლავური, ხო? ხო? ამიტომ ის ძველი შენობის გადამუშავება, რომელიც ჯდება ორჯერ ძვირი, რომელსაც მერე შენახვა ის არის ისტორიული შენობაა ვერ ეხები, რა ჯობია თუ გამოყო ახალი ტერიტორია, ააშენო, ოღონდ დაგეგმილი ადან ჰაემთ. თუ ეს ნება იქნება და მე ვგრძნობ, რომ ეს ნება არის დღეს, მაგრამ ჩვენ სწრაფად წავალთ წინ. თუ არა და მოგვიწევს აი კოსმეტიკის დონეზე ყოფნა. ბოდიში, უკაცრავ ძალიან პირდაპირ ლაპარაკობ, რასაც ფიქრობ. არა, მნიშვნელოვანია ჩვენ მაგიტო ვართ აქ შეკრებილი, რომ ესეთი საკითხები სწორად განვიხილოთ. მე როგორც მოვისმინე, ქსანში არის გარკვეული სივრცე ამისთვის გამოყოფილი, ხო და თელიში და ქართლისთვის ახლა ქსანში რო არ მოექცეს დაუშვათ ეს არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოჩენილი. ხო არ შეიძლება რაღაცა პატარა ლოკალური ვიზიტორთა ცენტრების გაკეთდეს, აი რაც წეგან ვახსენე მაგალითად, ხო? თუნდაც გორში, თუნდაც აი მაგალითად საოკუპაციო ხაზთა რაც ვახსენე ქვემო ნიქოზი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ მთელი არქეოლოგიური ძეგლები თუ კი რამე არსებობდა ბატონ გიორგი 2008 წლის ამ აგვისტოს ომის შემდეგ მოექცა საოკუპაციო ხაზმიღმა. ეს არის ნულის და ქვასათალის და ფრისის და ასე შემდეგ. ძალიან ზღუდრის და სხვა ნაცარგორის. და ერთადერთი რაც არის ახლა იქ არის ქვემონიქოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრა. შეიძლება ასეთი ვიზიტორთა ცენტრების გაკეთება, ტურისტული ლოკაციების უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდება და რაღაცა ქსელ შექმნის, იმიტომ რომ მთლიანად თუ არ მოხდეს განთავსება და უშუალოდ მთელს რეგიონში აღმოჩენილი. მე კარგად ვერ ახსენე, რაზეა იცით ლაპარაკი? ეს არის ის, სადაც ეს ინახება, მზადდება და პირიქით მე თქვენს ამ იდეისკენ ვარ, რომ ჩვენ რაც გვაქვს თბილისშიც ქსანი იქნება, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ის კარგად გქონდეს დაბინავებული, სრულყოფილად, ტექნოლოგიურად და მე მისი გამოფენის წერტილები უფრო შესაძლებელია. მე ამის თქმა მინდოდა, თორე რაღაც ფორმით ახლა იქ საოკუპაციო ხაზზე იყო გამოფენა მაშინ აი თუ სტალინის მუზეუმის დირექტორი რო გახდათ რობერტი ისაკეთებდა ამას კოლექციები მუზეუმიდან მიდიოდა და ასე შემდეგ. აქ არის აი ორი კომპონენტი კიდე ერთხელ მინდა ამას ხაზი ვაუს. მაღალი სტანდარტი სადაც ინახავ და მეორე დიდი მადლობა, კითხვები თუ არ არის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ბატონ გიორგის დაუთმოთ საპრეზენტაციო ჩვენი ტექნიკური დრო დაჭირდება, ხო, ორგანო. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისათვის და აქ მასპინძლობისათვის. დღეს არის 18 მაისი, მუზეუმების საერთაშორისო დღე და სიმბოლურია, რომ აქ ხვდებით ერთმანეთს. ყველას ვილოცავ მუზეუმელების დღეს, ტენდენციური ვიქნები და უპირველეს ყოვლისა მიულოცავ ჩემს თანამშრომლებს, ბატონ ირაკლი ზამბახიძეს, ქალბატონ იზოლდა მელიქიშვილს, ქალბატონ ნინო თოდუას, ქალბატონ მარიამ კიკვიძეს და ქალბატონ ირინა მოისწრაფიშვილს. მათ გარეშე ვერცეთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომელსაც ხელოვნების სასახლე მიაღწია და ქალბატონ იზოლდას მინდა განსაკუთრებით მივულოცო, ის შალვა ამირანაშვილის მოსწავლე იყო, საქართველოს საუკეთესო მუზეუმელის სტატუსი აქვს და მას დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენი სამუზეუმო კულტურის წინაშე. აქედან გამომდინარე ისევ სარგებლობს შემთხვევით და მას და საქართველოს ყველა მუზეუმელს ვილოცავ ამ დღეს. ჩვენი კომპიუტერი ალბათ ჩაირთვება მალე, თუმცა მანამდე ვიტყვი, რომ მე წარმოვადგენ საქართველოს სასახლე მუზეუმების გაერთიანებას და ეს გაერთიანება თქვენ იცით საქართველოს კულტურის მინისტრის ქალბატონ თინათინ რუხაძის ინიციატივით შეიქმნა და ერთის მხრივ ამან დაანგრია მითი იმისა, რომ საქართველოში სასახლეები არ არსებობს. პირიქით, საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო და ევროპული ტიპის სასახლე
და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ მომავალში. თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება ზუგდიდთან, ჩემი ფესვები ზუგდიდთან არის, ეს სასახლე მუზეუმების გაერთიანება ზუგდიდის დადიანების სასახლესაც ჩვენი ეროვნული სიამაყის საგანსაც მოიცავს, თუმცა მე ჩემს მოხსენებას არ დავიწყებ ზუგდიდის დადიანების სასახლით, არამედ დავიწყებ დავით და გიორგი ერისთავების სასახლით და სიმბოლურია, რომ აქ ბატონი გიორგი სოსიაშვილის მან ძალიან კარგად იცის ამ სასახლების ფასი და მნიშვნელობა. მე გადავალ შემდეგ სლაიდზე და მინდა გაჩვენოთ, სად მდებარეობს ეს სასახლე. აი წითელ ზოლს, რომელსაც ხედავთ, ეს არის საოკუპაციო ზოლი და წითელი წერტილი, რომელსაც თქვენ ხედავთ, ეს არის დავით და გიორგი ერისთავების სასახლე. აი ნამდვილი ქართული სასახლე, როგორიც კი ჩვენ წარმოგვიდგენია, სწორედ ასეთი გახლავთ დავით და გიორგი ერისთავების სასახლე. ეს არის უზარმაზარი ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტებით აღჭურვილი ევროპული ტიპის სასახლე, რომელიც ერთის მხრივ გვაჩვენებს თუ როგორი იყო ჩვენი კონტაქტი ევროპასთან და ამასთანავე როგორი ძლიერი იყო თუნდაც არქიტექტურაში იდენტობის შენარჩუნების სურვილი და ეს სასახლე ამ თვალსაზრისით გამორჩეული. აი დააკვირდით მის არქიტექტურას გარედან და ჩვენ გვაქვს უნიკალური ფოტოები, ახლა გადავალ მე ამ ფოტოებზე. ეს არის როგორი იყო ერისთავების სასახლე შიგნით. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფოტო შემორჩენილი საბედნიეროდ და თქვენ ხედავთ კედლებზე როგორი მოხატულობა. აი ისეთი როგორიც შეგვხვედრია მაგალითად ვერსალსა თუ ერმიტაჟში თუ ლურში. მე დიდი იმედი მაქვს, ახლა გაჩვენებ შემდეგ ფოტოს, მე დიდი იმედი მაქვს, რომ კომუნისტების უგუნურებას არ შეეწირა ეს მხატვრობა და იმედი მაქვს იმისა, რომ ყველაფერი ეს მოექცა აი ამ ეგრეთ წოდებული ფანერისა და გიფსო მუყაოს ქვეშ. ამის იმედი მაქვს, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ ახლა დღევანდელ მდგომარეობას, ხედავთ ეგრეთ წოდებულ ფანერებს, რომლებიც გაკრულია ჭერზეც და კედლებზეც, ასევე გაკრულია ქსოვილები. ჩვენ წელს მეორე სართულის რეაბილიტაციას საგანგებოდ არ ვიწყებთ, იმიტომ რომ შევლენ რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც უკვე შექმნილია, შეისწავლის ამ კედლებს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ამ მხატვრობას ვიპოვით და ამ მხატვრობის აღდგენას შევძლებთ. გადავალ შემდეგ ფოტოზე, ეს არის პირველი სართული, ხედავთ როგორი ძიმე მდგომარეობა. ივნისის ბოლოს დაგეგმილია სასახლის პირველი სართულის რესტავრაცია. რო ვამბობ დაგეგმილი, არ ჩათვალოთ, რომ ეს არის ლიტონის სიტყვები, უკვე ბაზრის კვლევა გამოცხადებულია, რესტავრატორთა ჯგუფი შექმნილია და 2026 წლის ბოლოს მე გაძლევთ პირობას, რომ ერისთავების სასახლეში საოკუპაციო ზოლიდან 300-400 მეტრში ჩვენ გავხსნით საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმს და ბატონ გიორგი და ბატონ გიორგი სარგებლობს შემთხვევით და მინდა რომ ერთ-ერთ პირველ სტუმრებად მოგიპატიჟოთ. ეს არის ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იმდენად დიდი მხარდაჭერა გვაქვს ქალბატონი მინისტრის და ზოგადად საქართველოს მთავრობის, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს ღირსეულად გავართმევთ თავს. ყოველ შემთხვევაში ჩვენის მხრიდან ჩვენ ენერგიას არ დავიშურებთ. აქვე გეტყვით, რომ აი ეს არ ჩათვალოთ, რომ სადღე გრძელოა, ეს ჭადრაკის დაფა არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჭადრაკის დაფა. ვისაც გიყვართ ჭადრაკი, იცოდეთ, რომ ერთ-ერთი პირველი მოთამაშეები საქართველოში ჭადრაკისა იყვნენ დადიანები და ერისთავები. დადიანების ჭადრაკი დადიანების სასახლეშია დაცული, ხოლო ერისთავების ჭადრაკი ხედავთ როგორ მდგომარეობაშია. კულტურის სამინისტროს ხარდაჭერით იწყება დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური ავეჯის რესტავრაცია. ჩემი ადგილე ბატონი ირაკლი ზამბახიძე ზის ჩემს გვერდით და ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი, რომელიც გითხარით სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, მათ უკვე შეისწავლეს, აღწერეს და მომზადებულია ავეჯი იმისათვის, რომ არ ფიქროთ, რომ დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ისინი იფუთება, გადმოვა დედაქალაქში და დაიწყება მათი რესტავრაციის პროცესი და თქვენ ძალიან კარგი კითხვა დასვით, ამ კითხვასაც გამოვეხმაურები, აი კრიზისულ სიტუაციაში თქვათ, როგორ ვიქცევით. ესეც ამ შემთხვევაში გათვლილია ექსპონატები. აქ არის ნამდვილად ახლა ბევრს არ ვიტყვი, მაგრამ მსოფლიო მნიშვნელობის ნივთები, მათ შორის ის ნივთები, რომლებიცაც შეიძლება ოდნავი რისკი მაინც შეექმნეს საოკუპაციო ზოლთან ახლოს, მათი უმაღლესი დონის ასლები განთავსდება ამ პერიოდში მუზეუმში, დედნები
დროებით დედაქალაქში, დროებით ისევ ვიმეორებ დედაქალაქში დაიდევს ბინას და როგორც კი იქნება შესაბამისი სიტუაცია, ეს ნივთები დაუბრუნდება სასახლეს. არ გაგიკვირდებათ თუ გავაგრძელებ საუბარს დადიანების სასახლით, არ დამეზარება და ხშირად ვიტყვი რომ ეს არის ჩვენი ეროვნული სიამაყის საგანი, იცით რომ ეს არის საქართველოს შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე უკეთესად დაცული არქიტექტურული ანსამბლი და რა არის პირველი რიგის ამოცანები. თქვენ იცით რომ გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს კულტურის მინისტრი ბრძანდებოდნენ ამ ტერიტორიაზე, აქვე დავინახე საქართველოს კულტურის სამინისტროს სამუზეუმო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი სალომე ჯამბურია, რომელიც ფოტოებში ჩანს და სარგებლობს შემთხვევით და მას მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა მუდმივი ჩვენი მხარდაჭერისათვის. ზოგჯერ მგონია რომ ჩვენზე მეც საქმეს აკეთებს და მადლობა ამ მხარდაჭერისათვის და კულტურის მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გამოაცხადა რომ დაიწყება დედოფლისეულის სასახლის რეაბილიტაცია და ასევე უფლისწულის სასახლეში, იგივე ნიკოსეულის სასახლეში მოეწყობა სადრენაჟო სისტემა. რატომ ამას ახსნი ახლა მე გაჩვენებ შემდეგ ფოტოს, პარადოქსია, მაგრამ ასეა დაახლოებით 9 საუკუნეზე მეტია დედოფლისეულის სასახლეში არ ჩატარებულა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და აი წითელი ნიშნულით მონიშნულ სივრცეს ხედავთ რომ მას კონსტრუქციული პრობლემები უკვე შეექმნა. ეს არის უნიკალური სასახლე, თქვენ იცით რომ მის მშენებლობაში ტიუდორების, უბრალოდ ის აშენებულია ტიუდორების სასახლის ტრადიციების გათვალისწინებით და თუ საუბრობთ ქართველების ევროპელობაზე, ერთ-ერთი პირველი მაგალითი სწორედ ეს სასახლე გახლავთ თუ რამდენად დიდი იყო ჩვენში ეს ევროპული ტენდენციები. მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დედოფლისეულის სასახლის მზიდი კონსტრუქციებიც და თქვენ ხედავთ მეორე ფოტოზე ეს არის ეგრეთ წოდებული ბოდიშსვიხტი, ეგრეთ წოდებული ქალწულის კოშკი, სადაც თავის დროზე ღვთისმშობლის კვართი ინახებოდა, თავის დროზე არა დღემდე იქ ინახება. მე რა თქმა უნდა ხა ამას აქ ვამბობთ, ეს არ არის გარეთ სალაპარაკო, რა თქმა უნდა აქ ყველანაირი უსაფრთხოები, ზომები, კლიმატ კონტროლი და ასე შემდეგ დაცულია, თუმცა მისი იერსახე მოითხოვს შესაბამის რეაბილიტაციას და ქალბატონი თინათინის ძალიან აქტიური მხარდაჭერით უკვე დაწყებულია ეს პროცესი. ივნისის თვეში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გამოცხადდება ტენდერი დედოფლისეულის სასახლის ცენტრალური ნაწილისა და პორტიკის რესტავრაციისათვის. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბატონ გიორგი დედოფლისეულის სასახლე არ დავხუროთ. ეს დაახლოებით ისეთი რამეა, რომ აი დახურო ლუვრი, ხო, ქართველებისათვის. ამიტომ ცენტრალური პორტიკი დაიხურება, მაგრამ დამთვალიერებელს ყოველთვის ექნება საშუალება მეორე სათადარიგო შესასვლელიდან შევიდეს და თვალიეროს დედოფლისეული სასახლის რაღაცა სივრცეები, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ითქვას, რომ დაიკეტა დადიანების სასახლე და იქ დამთვალიერებელი ვერ შედის. ეს რა თქმა უნდა უფრო რთულია, უფრო მძიმეა, მაგრამ ჯობია ეს გზა გავიაროთ, ვიდრე მთლიანად დავკეტოთ, სასახლე გამოვშიგნოთ და ასე შემდეგ. უკვე დაწყებულია ქალბატონი სალომე დამეთანხმება, დაწყებულია სამეგრელოს მთავრების კუთვნილი ნივთებისა და მემორიალური პორტრეტების რესტავრაცია. ამ ნახატების ავტორები, მე ხა გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით რომ ამ ნახატების ავტორები ხატავდნენ ნაპოლეონ I-ს, ნაპოლეონ III-ს, ხატავდნენ რუსეთისა და ინგლისის იმპერატორებს და პარადოქსია, მაგრამ აი თითით ანიშნებს რესტავრატორი რა პრობლემები ჰქონდა ამ ნახატებს და ახლობით საუკუნეზე მეტია მათ რესტავრაცია არ ჩატარებია, თუმცა ეს პროცესი დღეს უკვე დასრულებულია და ისევ გავიმეორებ, რომ ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით ეს პროცესი ფაქტიურად ნივთების რეაბილიტაციის პროცესი ძირითადი ნაწილი დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ დადიანების სასახლეების კოლექცია პირველად პარიზის წიგნის ფესტივალზე წარდგა, მე ვისარგებლებ შემთხვევით და მწერალთა სახლის ხელმძღვანელს, ხაზგასმით ვამბობ ხოლმე, ღირსების ორდენის კავალერს, ქალბატონ ქეთევან დუმბაძეს, განსაკუთრებულ მადლობას გადაუხდი პირველი ჩვენი ლობირებისათვის, მუდმივი ჩვენი ლობირებისათვის, სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ გამოსულიყო ასეთი წიგნი, მე რამდენიმე ეგზემპლიარი იცით რომ არსებობს და საქართველოს კულტურის მინისტრმა ქალბატონმა თინათინმა ეს წიგნი გადასცა იუნესკოს გენერალურ დირექტორს და ეხლა ასე საჯაროდ მინდა მას მადლობა ვუთხრა, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ძალიან ბევრ
დირექტორს ნიშნავს, როდესაც გენერალურ დირექტორს UNESCO-ს გადასცემენ დადიანების კოლექციას. მე ვახსენე და აუცილებლად უნდა გაუსვა ხაზი ამ თემას. თქვენ იცით, რომ დადიანების სასახლე შედგება როგორც დედოფლისეულის სასახლისაგან, ასევე უფლისწულის სასახლისაგან. უფლისწულის სასახლე არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაგებობა, იგივე ნიკოსეული სასახლე და რომ არ ყოფილიყო ფონდი ქართულ მე ხა ეს სასახლე რამდენიმე თვის წინ ჩამბარდა ოფიციალურად, მაგრამ მთელი ბავშვობი და მოყოლებული ამ სივრცესთან ვარ დაკავშირებული და მახსოვს როგორ საუბრობდნენ გაცილებით ჩემზე ავტორიტეტული ადამიანები, რომ ამ შენობის გადარჩენა შეუძლებელი იყო და ამბობდნენ, რომ ჯობია დავანგრიოთ და თავიდან ავაშენოთ და რომ არა ფონდი ქართულ და პირადად ბიძინა ივანიშვილის ძალიან აქტიური მხარდაჭერა ნიკო დადიანის სასახლე ვერ გადარჩებოდა და 2018 წელს დაიწყო მისი რეაბილიტაცია და ფაქტიურად შენობა გადარჩა. თუმცა ეს მოხდა 2018 წელს. თუმცა ახლა არის 2026 წელი და ჩვენ ვატყობთ, რომ შენობაზე მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს და ვატყობთ, რომ რაღაცა გარკვეული პრობლემები მას, თვალით შესამჩნევი პრობლემები მას შეექმნა, რა თქმა უნდა, ჩვენი მეცნიერების, კონსტრუქტორების აქტიური მონაწილეობით და კულტურის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით შესწავლილი იქნა უმალ ეს პრობლემა. აქ არის როგორც ჩანს დრენაჟთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, რაც დასავლეთ საქართველოსათვის არის დამახასიათებელი, თუმცა წელსვე ივლისის თვეში გამოცხადდება ტენდერი უფლისწულის სასახლის სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად და მე ვფიქრობ, რომ წელს ჩვენ ამ პრობლემას დავამთავრებთ. არ მინდა ძალიან გადაგღალოთ და გადავალ შემდეგ თემაზე, ეს არის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდია საპრეზიდენტო ცენტრი. თქვენ იცით, რომ საქართველოში პირველად საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ეს არის ულტრათანამედროვე შენობა, ზაჰა ჰადიდის სტილშია ის აშენებული, მდებარეობს ზუგდიდის დადიანების სასახლეების ტერიტორიაზე. თუ არ ვცდები ბატონ გიორგი, თქვენ პირადად ნანახი გაქვთ ეს ცენტრი და ნამდვილად ეს არის ულტრათანამედროვე შენობა, რომელიც თავიდან მე ძალიან ისე კონსერვატიულად ვიყავი განწყობილი, როდესაც ეს შენდებოდა, ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ეს მოხდენოდა იმ სივრცეს, მაგრამ დაახლოებით ისეა, როგორც ლუვრის პირამიდა ლუვრის ტერიტორიაზე და მართლაც საოცარი სივრცეა. ჩვენ მარტის თვეში გადმოგვეცა ეს სივრცე და აქ უკვე საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა, სიმბოლური იყო, რომ ბატონმა კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა პირველი ლექცია. დღეს უკვე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ამოქმედდა საპრეზიდენტო ცენტრი. აქ თქვენ ხედავთ ფოტოებზე უკვე მიმდინარეობს მთელი საგანმანათლებლო პროცესი აქ მიმდინარეობს და სხვათა შორის ეს იყო ქალბატონი თინათინის გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ მთელი ჰაბი ეს იქნება მუზეუმის მაღაზია, ეს იქნება საგანმანათლებლო ლექციები, ეს იქნება სარესტავრაციო ლაბორატორიები, ეს იქნება პრობლემური ნივთების სადეზინფექციო სივრცე თუ ყველაფერი მოექცა ამ საპრეზიდენტო ცენტრში. შედეგად ჩვენ რა მივიღეთ? შედეგად მივიღეთ ის, რომ გამოგვითავისუფლდა სივრცეები, ყველა ვინც დადიანების სასახლეში ხვდება ხოლმე ამბობს, რომ რა ძვირფასი კოლექციაა გამოფენილი. თუმცა იქ რაც არის გამოფენილი, ეს არის მთელი კოლექციის 10%. მაგალითისათვის შემიძლია გითხრათ, რომ ეკატერინე დედოფლის საცავებში ინახება 22 სახის სერვისი, რომელიც არის თითო 1200 კაცზე. თქვენ ხვდებით დაახლოებით რამხელა კოლექცია. ამიტომ გამოთავისუფლებული სივრცეები ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში ეს კოლექციები გამოვფინოთ, სამაგიეროდ საპრეზიდენტო ცენტრი შეითავსებს აი ამ თანამედროვე ის, რაც მუზეუმისათვის არის საჭირო, აი ამ თანამედროვე მოთხოვნებს. ამუშავდა უკვე უფასო ინტერნეტ კაფე. ზუგდიდი მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ქალაქია, სამწუხაროდ, თქვათ, სოფლის მოსახლეობას ყველას არ აქვს მუდმივად უფასო ინტერნეტი, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სწორედ ახალგაზრდები აქ მოდიან ინტერნეტ კაფეში და ეს ერთის მხრივ არის
ძალიან კარგი საშუალება მიიზიდო დამთვალიერებელი ცნობილი გამოთქმაა ხო, როდესაც მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან. და აი ამ ინტერნეტმა ჩვენ ძალიან კარგი საშუალება მოგცა, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მოიყვანო სტუდენტი ან ახალგაზრდა საგამოფენო დარბაზში იმისათვის, რომ ნახოს, თქვათ, მოდერნიზმის გამოფენა, მაგრამ როგორც კი ინტერნეტ კაფეში შემოდის, მერე უჩნდება სურვილი იქვე შევიდეს და ნახოს ეს გამოფენა და ამხრივ ეს ძალიან გვეხმარება. მოკლედ ინტერნეტ კაფე ამუშავდა, ასევე ამუშავდა ბიბლიოთეკა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ საპრეზიდენტო ცენტრში გავხსენით მუდმივ მოქმედი ექსპოზიცია, რომელიც თანამედროვე ქართულ მხატვრობას ეძღვნება. აქ არის წარმოდგენილი დიდი სახელები, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო ცენტრში ამ ექსპოზიციის დათვალიერება ადვილია. მე ბევრს არ დაღლით უცებ ჩავივლი საქართველოს ხელოვნების სასახლეს. საქართველოს ხელოვნების სასახლე ჩემთვის პირადად როგორც ადამიანისათვის რას ნიშნავს, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე ჩემს ბიოგრაფიაში. ცუდად თუ კარგად ვახტანგ ჯობაძეს აქვს ესეთი ცნობილი გამოთქმა, აქვს მისი ნაჩუქარი წიგნი და ესეთი წარწერა გამიკეთა, მაშინ სტუდენტი ვიყავი, რომ ცუდად ჯდომასო, ცუდად შრომა ვამჯობინეო. და მეც დაახლოებით ესე გამომივიდა, ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა ვამჯობინეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და ხელოვნების სასახლე დღეს არის ჩვენთვის, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის სიამაყის საგანი და დიდი ხნის სურვილი იყო, რომ აქაც ხელოვნების სასახლეში ჩვენ გვაქვს გამოფენილი ჩვენი კოლექციების მხოლოდ და მხოლოდ 10%. და ქალბატონი თინათინის აქტიური მხარდაჭერით ივნისის ბოლოს გამოცხადდება ტენდერი ხელოვნების სასახლის მეორე კორპუსის მშენებლობაზე. პროექტი დამუშავებულია, მთლიანად სამუზეუმო სივრცე მოწყებულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის ბოლოს ჩვენ უკვე ძირითადი სამუშაოები დამთავრებული გვექნება. ეს არის სამსართულიანი თანამედროვე სივრცე, რომელიც გარკვეულწილად ისლამურ გოთიკას იმეორებს, ხელოვნების სასახლის არქიტექტურასთან არ მოდის კონფლიქტში. თბილისის მერიამ უკვე განიხილა, დიდი ხანი მიმდინარეობდა ეს პროცესი, განიხილა, მოიწონა და ბატონ კახის და ვიცემერებს მინდა დიდი მადლობა უთხრა. გასული წელი ჩვენთვის რითაც იყო განსაკუთრებით საამაყო, ეს არის დაბრუნებული საუნჯე, დაბრუნებული კოლექცია. ბატონ გიორგი, თქვენ ესწრებოდით ამ გამოფენას, თქვენ გახსოვთ, რომ ეს პროცესი დაიწყო 3 წლის წინ ქალბატონი თეა წულუკიანის ინიციატივით და შემდეგ დღევანდელ დღეს ამ პროცესმა თამამად ვიტყვი, რომ მიიღო უპრეცედენტო სახე. სამშობლოში დაბრუნდა მე-15-მე-16 საუკუნეების 14 ფერწერული ტილო, მე რამდენიმე მათგანი შემიძლია გაჩვენოთ კიდევაც და ჩვენთვის ამ ნივთების დაბრუნებას არა მარტო ჩვენი კოლექციების შესავსებად, არამედ ჩვენი ეროვნული თვითყოფადობისათვის, იმისათვის, რომ იმის დასტურად, რომ ვართ ჩვენ ძლიერი სახელმწიფო, აი ამის საილუსტრაციოდ ეს კოლექცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ხა ვერ დავდებ თავს და არ მინდა რომ სადღეგრძელოდ ჩამეთვალოს, თუმცა მე რაც მახსოვს თავი სულ ასე იყო, რომ ჩვენ ან რაღაცას ვკარგავდით, ან რაღაცა გაქონდათ ჩვენი ქვეყნიდან, ან შრალხიძე იყიდებოდა, ან სადღაც აუქციონებზე იყიდებოდა და ახლა პირიქით ხდება, რომ ჩვენ ვყიდულობთ სხვადასხვა აუქციონებზე და ჩამოგვაქვს საქართველოში. ძალიან მოკლედ აღნიშნავ, რატომ ჩამოგვაქვს ეს და ამ შემთხვევაში ქალბატონ მინის და სალომეს განსაკუთრებით და კულტურის სამინისტროს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, იმიტომ რომ მათ დაახლოებით ერთ წინადადებაში გაიგეს, რატომ დავაყენეთ ჩვენ ეს საკითხი. თქვენ იცით, რომ 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის დროს ქართული თავადაზნაურობის და ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ჩვენი ქვეყანა, როგორც იტყვიან, თურქეთის ქართველებს უყვართ ხოლმე ამის თქმა, სულის გადასარჩენად ქვეყნიდან გააღწიეს. და მათ რა თქმა უნდა თან გაგქონდათ ის, რაც ყველაზე ძვირფასი იყო და მათ შორის იყო ფერწერული ტილოები. ჩვენ გვაქვს საბედნიეროდ ქალბატონი იზოლდა ხელმძღვანელობს ამ სამეცნიერო ჯგუფს, რომელიც მუდმივად მოხჩაუქრელად საარქივო მასალებში სწავლობს, რა არის ჩვენი ქვეყნიდან გატანილი, ვის კერძო კოლექციაშია, რომელ აუქციონზეა და შემდეგ მიმდინარეობს ზოგჯერ თვეები, ზოგჯერ წლებიც კი მოლაპარაკება იმისათვის, რომ ეს ნივთები დავიბრუნო და ეს ნივთები ევროპიდან, არ ვიცი, ალბათ საუკუნოვანი პაუზის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მუზეუმმა შეიძინა 6 უნიკალური ხელნაწერი
დღევანდელი მინისტრის მხარდაჭერით ქართულ ხელნაწერებზე არაფერს არ ვიტყვი, მე ვიტყვი რომ ჩვენ შევიძინეთ და ესეც ალბათ დიდი ხანია საქართველოში არ მომხდარა, ჩვენ შევიძინეთ ნაპოლეონ პირველისა და ალექსანდრე დიუმას წერილები, რომლებიც ქართულ სივრცეს უკავშირდება. თქვენ იცით რომ პრინცი აშილ მიურატი მეგრელების სიძე გახდათ და მან მთელი ფრანგული კოლექცია საქართველოში ჩამოიტანა. სხვათა შორის უცნაური რამე არის ეს ალბათ მარტო საქართველოში ხდება ხოლმე 30-იან წლებში შეიქმნა აღმასკომის დუქანი, ესეთი ორგანო, დავარქვათ დროებითი ორგანო, რომელმაც გამოიტანა სასახლებიდან, დადიანების სასახლებიდან ნივთები და ამ აღმასკომის დუქანში იყიდებოდა. ნუ გაზეთებში არის ეს დიდი როგორ იწონებენ თავს, რომ სამმანეთად იყიდება დადიანის ბოდისვიხდი ამ ტერმინისაც რომ ასე წერია დადიანის ჩაინიკი, დადიანის ტარიელკა და ასე შემდეგ. აი ამ გაყიდულ ნივთებს შორის იყო ნაპოლეონის საკორონაციო მანტია და მისი სუფრა, რომელიც ბაქოელმა მუშამ იყიდა 30 მანეთად. შემდეგ საქართველოს დიდი ხანი ცდილობდა ამ ნივთების დაბრუნებას, მაგრამ სამწუხაროდ ვერც აკაკი ჭანტურიამ და მე იმედი მაქვს რომ ქალბატონი იზოლდა და მისი სამეცნიერო ჯგუფი სადღაც მიაგნებს ამ ნივთებს და მე ჩვენ დავიწყებთ ამაზე მუშაობას. აი ალექსანდრე დიუმასა და ნაპოლეონის ორიგინალი ხელნაწერები უკვე საქართველოშია. ამაში ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო ლევილი 1918-მა ასეთმა გალერეამ და ქალბატონმა სალომე ჯამბურიამ, ისიც პირადად იყო ამ პროცესში ჩართული და ეს ნივთები დაბრუნებულია. დაბრუნებულ ნივთებს შორისაა ანტიკური პერიოდის საგანძური, მათ შორის სკიფოსი, ეს არ არის ქართული წარმოშობის ნივთი. თქვენ იცით რომ ისეთი განათლებული მთავარი როგორც დავით დადიანი იყო ეკატერინე ჭავჭავაძის მეუღლე, მას ერთ-ერთი პირველი თუ არა პირველი მუზეუმი სწორედ 1145-46 წლებში დადიანების სასახლეში ქონდა მოწყობილი, მან ფრანგებს დაათვალიერებინა ციხე გოჯში არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული სხვადასხვა ნივთი და მათ შორის ევროპაში შეძენილია ეს სკიფოსი, რომელიც იტალიურია, მაგრამ ქართული საგანძურის ნაწილია, რადგან თავის კოლექციისა იყო. ვამთავრებ აღარ დაგღლით. 2025 წელს სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა 9 ფუნდამენტური შრომა და კატალოგი, მათ შორის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით გამოფენა ბაგრატიონები მომზადდა და ასევე ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რომ გამოვცეთ ჩვენი კოლექციების შესახებ გამოცემები. ზოგჯერ ცხოვრება ასეა მოწყობილი, რაღაცა მოსასწრაფია და ამას შემთხვევით არ ვამბობ. გუშინ გარდაიცვალა, გუშინ დაკრძალა საქართველოს ერთ-ერთი თანამედროვეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი მხატვარი ბატონი თაზო ხუციშვილი და გასულ წელს ჩვენ გამოვეცით მისი კატალოგი და ამითი ძალიან ვამაყობთ. ვასრულებთ ჩემს გამოსვლას. 2025 წელს სწორედ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა 16 გამოფენა, რომელიცაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. ყველა გამოფენას ჰქონდა თავისი გამოხმაურება და მომავალშიც ვფიქრობთ რომ ასე გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი მისამართით, მუზეუმელების მისამართით მადლობის სიტყვებს, თქვენიდან დაწყებული, არ ვიცი, სამინისტროთი დამთავრებული ხშირად გვეუბნებიან მადლობას, მაგრამ მე როგორც მუზეუმელმა უნდა ეს განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, ყოველთვის ვცდილობთ რომ დროებას არ ჩამოვრჩეთ, მაგრამ თუ არ არის ხელისუფლების ხარდაჭერა, თუ არ არის ქვეყანაში მშვიდი გარემო და თუ არ არის სახელმწიფოში სათანადო პოლიტიკური სიტუაცია, შენ ვერ იფიქრებ როგორ შეიძინო ნივთი შენი ქვეყნიდან გატანილი და დააბრუნო სამშობლოში. ასე რომ როგორც ქართველები ამბობენ, ხელი ხელსაბანსაო და ორივე ერთად პირსაო. დიდი მადლობა ჩემი მოსმენისათვის. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ესეთი საინტერესო ინფორმაციისთვის, მოხსენებისთვის, მართლაც ცუდად შრომის რა გითხრათ, მაგრამ შესანიშნავად რომ შრომობთ და თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ეს მე პირადად ძალიან კარგად ვიცი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და დიდი მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონ ლიკას, თუ შეიძლება და მე ბატონ გიორგის. მეც ასევე გავმეორდები და დიდ მადლობას გადაგიხდით თქვენი შრომისთვის და ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხეთ, რამდენიმე შეკითხვა მექნება. მაინტერესებს იუნესკოს-თან თანამშრომლობის ფარგლებში რა პოტენციალი აქვს სასახლე მუზეუმებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდეს. ასევე მაინტერესებს საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით
რამე პროექტები ხომ არ იგეგმება, რომ ეს ისტორიული ძალიან მნიშვნელოვანი ნივთების შესახებ კიდევ უფრო მეტად ცნობილი გახდეს ჩვენ ახალგაზრდებში და იმ მიღწევების შესახებ, რაც გვაქვს. ასევე მაინტერესებს, რა გამოწვევები და სირთულეები შეიძლება არსებობდეს სასახლე მუზეუმების რესტავრაციის პროცესში. შეიძლება ეს იყოს ტექნიკური თუ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ან ფინანსური, ამასთან დაკავშირებით რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. დიდი მადლობა. მეც კი ბატონო. კითხვა დავსვა და მეც შეუერთდები ჩემს კოლეგებს და მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგი კალანდიას, რომელმაც სრულიად ახალი სუნთქვა შემოიტანა, მოდი ასე ვთქვათ, სასახლე მუზეუმების ცხოვრებაში ახალი სული შთაბერა, ფუტკარევით შრომელი კაცია მართლაც ბატონი გიორგი და ხელოვნების სასახლე რადაგის მარტო, რომელიც სამეცნიერო ცენტრის ფუნქციითაც აღიჭურვა. ამ ცენტრში სხვათა შორის დავწერე ერთ-ერთი წიგნიც, არბო პარეზილმა, იქ არის უნიკალური მასალები ჟურულებისა და მაქარაშვილების ოჯახური მეხსიერების შესახებ და ძალიან საინტერესო მასალებით დამეხმარა ეს მუზეუმი, სასახლე. მართალი ბრძანა ბატონმა გიორგიმ წერა, რომ ესე იგი რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, რთულია ისაუბრო ამ კოლექციების შევსებაზე, ამ გატანილი არტეფაქტების დაბრუნებაზე, მუზეუმების აღდგენაზე და ასე შემდეგ. და ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ფონდმა ქართუმ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით ასეულობით ქართული ძეგლი გადარჩა განადგურებას და ეს ახალს არაფერს არ ვამბობ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო მართლაც ამ გამორჩეულ ერისკაცს და მის ფონდს ამ გაწეული დიდი ქართული საქმეებისთვის. ეხლა არ ვიცი რამდენად ეხება ბატონ გიორგის ეს საკითხი, მაგრამ მინდა ამ ჩვენს შეხვედრაზე ერთი საკითხი წამოვწიო ბატონო გიორგი, მიმართავ ჩვენს ძვირფას კომიტეტის ხელმძღვანელს. ომამდე ჯერ კიდევ მოგეხსენებათ, რომ ააფეთქეს თამარაშენში ივანე მაჩაბლის სასახლე. მაჩაბლების სასახლე იყო ეს. ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმად კი იწოდებოდა, მაგრამ ეს იყო სამაჩაბლოს კულტურული ცენტრი, რომ იტყვიან და მიწასთან იქნა გასწორებული ეს სასახლე, უნიკალური სასახლე და პრაქტიკულად დღეს აღარც არსებობს წეროვანში ერთ-ერთ კოტეჯში არის დაბინავებული მაჩაბლების ეს სასახლე, ივანე მაჩაბლის რამდენიმე ნაქონი ნივთია შემორჩენილი და ძირითადად ფოტოკოლექციით არის შემოფარგლული. იქნებ გვეფიქრა ერთად ამ სასახლის, ამ მუზეუმის სივრცის გამოყოფაზე და მე რას გთავაზობთ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც წარმოადგენს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალ მემკვიდრესაც, ანუ მოხდა მათი შერწყმა მოგეხსენებათ, ძალიან მალე მას ექნება ახალი ბიბლიოთეკა. ახალი ბიბლიოთეკის ძალიან ლამაზი თანამედროვე შენობა და იქნება გვეფიქრა, რომ განგვეთავსებინა და ეს სივრცე განათლების დატვირთვასაც შეიძენდა, ასე ვთქვათ, სტუდენტებისთვის. იქნება ჩამოგვეყალიბებინა ესეთი კონცეფცია. იმიტომ რომ თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ამ თვალსაზრისით, მე ნამდვილად მადლობის მეტი არაფერი მეთქვის რომ ვიყავით ჩასული წეროვანში დავათვალიერე ადგილზე, შევხვდი მუზეუმის ხელმძღვანელსაც, არაჩვეულებრივი ქალბატონია და იქ მყოფი ადამიანები, რომლებიც მართლაც უფრთხილდებიან და აკეთებენ, თუმცა ივანე მაჩაბლეს და სამაჩაბლოს და მაჩაბლების აი ამ შექმნილ მემკვიდრეობას სხვანაირი პოპულარიზაცია და სხვანაირი წარმოჩინება ჭირდება, განსაკუთრებით აი ამ ოკუპაციის ფონზე და დამეთახვებით ამას გარკვეული მიხედვა ჭირდება. და თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს ბატონო გიორგი. და ერთი საკითხი, რაკი სასახლეებზე იყო საუბარი, მოგეხსენებათ რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხარდაჭერით არაერთი მუზეუმი იქნა აღდგენილი და სასახლეც და მათ შორის არის ანტონ ფურცელაძის სასახლე. პატარა ლიახვის ხეობაში ქალბატონი თია წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაიწყო და დასრულდა ეს შენებლობა, პრაქტიკულად აი განადგურებული სასახლე იქნა აღდგენილი 1899 წელს არის აგებული თავის დროზე ანტონი ჩასიძებული იყო არბოში და ეს სასახლე წარმოადგენდა მართლაც აი კულტურის ძალიან ცნობილ ცენტრს თანამედროვე ქართული საზოგადოება იმ პერიოდის საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და მერე მოგვიანებით სკოლაც კი გაიხსნა. დღეს უკვე ეს აღდგენილია, არაჩვეულებრივი გარემოა და ჩვენ შეგვიძლია რომ ამ სასახლეს სხვანაირი სული შთაბერო და სხვანაირი ფუნქცია მივანიჭოთ, მათ შორის საგანმანათლებლო, მათ შორის რაღაცა სხვადასხვა თუნდაც ლიტერატურული აქტივობების დატვირთვით აგერ ქალბატონი ქეთევანი ბრძანდება აქ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შარშან სხვათა შორის ამ სასახლემ უმასპინძლა ფესტივალს, ესე იგი
დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ჩატარდა და ძალიან კარგი იქნება თუ სხვა დამატებითი ფუნქციებითაც იქნება წარმოდგენილი. და იქვე არის სარბოში ნიკოლომოვის აღდგენილი სახლ-მუზეუმიც, ესე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და თუ ამაზეც ვიფიქრებთ, მინდოდა რომ ეს გამომეყენებინა ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ფორმატი და თქვენ კიდევ ერთხელ ბატონო გიორგი ძალიან დიდი მადლობა, გულწრფელი მადლობა ამ გაწეული საქმეებისთვის, აი ამ თითეული გამოცემისთვის და ხედავ რომ თქვენი ხელი ატყვია ამ საქმეს. დიდი მადლობა. თხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა პირიქით მე არ მეზარება მადლობა გითხრათ იქით ამას ცოტა მოგვიანებით ქალბატონ ლიკა დავიწყებ თქვენი კითხვით აბსოლუტურად ისეთი სამართლიანი და ლეგიტიმური კითხვა მე საგანგებოდ გავხსენი ახლა თქვენს წინაშე საიტი ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კულტურული ინსტიტუტის Google-ის კულტურული ინსტიტუტის ვებგვერდი ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით რომ ეს ვებგვერდი არის ამ ვებგვერდზე საქართველოსთან მხოლოდ ხელოვნების სასახლეა წარმოდგენილი ეს უნიკალურ საშუალებებს იძლევა ასეთი სივრცე არ აქვს ბევრ მუზეუმს მსოფლიოში მას აქვს უნიკალური თვისებები მაგალითისათვის რამდენიმე მაგალითს გეტყვით აი თქვენ შეგიძლიათ თქვენი ტელეფონით გადაიღოთ art selfie ანუ გადაუღოთ საკუთარ თავს ფოტო და ეს საიტი მოგიძებნით მსოფლიოს ყველა მუზეუმში რომელი გამოსახულება ნახატზე დატანილი გამოსახულება რამდენი პროცენტით გგავთ თქვენ ანუ შეიძლება თქვენნაირი ადამიანები აღმოაჩინოთ ამა თუ იმ ნახატზე გარდა ამისა აი ეს ეხლა აგერ საგანგებოდ ამაკ გახსნილი ეს ნამუშევარი ეს არის ჩვენთან დაცული ლურსმული წარწერა რომელიც ქალბატონი სალომეს ძალიან აქტიური მცდელობით ვიყიდეთ რამდენიმე წლის წინ ქართული კოლექციიდან და მას აქვს საშუალება იმდენად ახლოს მიგიყვანოთ ამა თუ იმ ექსპონატთან, რომელსაც მსოფლიოს ვერცერთ მუზეუმში ვერ მოახერხებ. მაგალითად, ბოტიჩელის ნახატთან ქვია ასეთი ზუმინი და ჩვენც გვაქვს ეს პროგრამა, მიდიხარ ისე ახლოს, აი რომ ამას თვალით ვერ ნახავ. ჩვენ ამ პროგრამაში ჩართული ვართ ამიერკავკასიაში საქართველოსთან მხოლოდ ხელოვნების სასახლეა, აზერბაიჯანი არის წარმოდგენილი რამდენიმე დიდი მუზეუმით და სომხეთი გასულ წელს ჩაერთო. თუმცა ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი კოლექციები წარმოდგენილი 18 ისტორია გვაქვს წარმოდგენილი და ამ ისტორიებით ძალიან ვამაყობთ და გაძლევთ პირობას რომ ის მკითხვა რაც თქვენ დასვით ჩვენ აუცილებლად ცალკე გვექნება ამბები ისტორიასთან დაკავშირებით სასახლეების ისტორიასთან დაკავშირებით და ჩვენ გვინდა რომ აი ეს ჩვენი სასახლეები ეს იქნება გეგუთი ეს იქნება ერისთავების სასახლე თუ ასე შემდეგ ეს აუცილებლად წარმოვადგინოთ. ასე რომ მაქსიმალურად ვეცდები ამ თვალსაზრისით ეს გავაკეთოთ, რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, ამ ხრივად ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ქალბატონი თინა თინის და ქალბატონი სალომეს იდეა იყო, ვიცი რომ ბატონი გიორგისგანაც მხარდაჭერილი, სწორედ ის რაც თქვენ თქვით, საზოგადოებასთან ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ საპრეზიდენტო ცენტრი, პრეზიდენტ გამსახურდია სახელობის ცენტრი, ეს შეიძლება ვიღაცამ აღიქვას, რომ ვაზარალებთ რაღაცნაირად თითქოს ჩვენს ბიუჯეტს, მაგრამ სრულიად უფასოა, იმიტომ რომ აი სწორედ ის რომ ახალგაზრდობა მოვიდეს ამ სივრცეში. მე ხშირად დავდივარ ხოლმე ლონდონის ბიბლიოთეკაში, სამეფო ბიბლიოთეკაში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სივრცე მსოფლიოში და ერთ ასეთ რამეს დავაკვირდი და ძალიან მინდა რომ საქართველოშიც ასე იყოს. აი, როდესაც ლონდონში ჩამოსული სტუმრები ბოლო დღეს იცით რომ ჩეკაუტს რო გააკეთებ რაღაცა დრო გიწევს ქალაქში ხეტიალი და ლონდონის ბიბლიოთეკა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ იქ შეიტყუოს ადამიანი გააკეთა ასეთი რამე სრულიად უფასო ინტერნეტი მე და ირაკლი ბევრჯერ ყოფილვართ ამის მოწმე უზარმაზარი კაბინები სადაც შეგიძლია უფასოდ დატოვო შენი ჩემოდანი მიხვიდე მთელი დღე იჯდე ამ ბიბლიოთეკაში გამოიყენო ინტერნეტი შემდეგ შეხვიდე კაფეში მაგრამ ეს არის ბრწყინვალე საშუალება იმისა რომ შეხეტიალდე კიდევაც ბოდიში ამ ტერმინისათვის და გამოფენები დაათვალე დღეს თანამედროვე სოფლიოს ასე უწევს ახლა
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შეიძლება შენს მობილურში მოძებნო ყველაფერი. სწორედ იგივე მოდელი სამინისტროსთან მსჯელობით და გათვალისწინებით და უცხოელ სპეციალისტებთან საუბრის შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ აი პრეზიდენტ გამსახურდიას ცენტრი სწორედ ასეთი ჰაბი იყოს, რომ იქ მოსულმა ახალგაზრდამ თუნდაც მოისმინოს ჩვენი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და მათ შორის თქვენი სახელოვანი წინაპრების ისტორია, მოისმინოს დადიანების ისტორია და ამასთანავე კონდეს წვდომა იმაზე, რაც მას ყველაზე მეტად აინტერესებს. და აუცილებლად უნდა გადავიდე ბატონ გიორგის ნათქვამთან, ბატონ გიორგი, თქვენ ტენდენციურად ახართ განწყობილი ჩვენდამი, ვიცი ეს და ამისათვის მადლობა. მადლობა იმ გულშემატკივრობისათვის, რომელსაც თქვენ ყოველთვის იჩენდით ხელოვნების სასახლის, მისი ბიბლიოთეკის, მისი კოლექციების მისამართით. აუცილებლად ჩვენი თანამშრომლობა მუდმივად გარანტირებულია, სანამ ეს ჩვენ შეგვიძლია მუდმივად ასეა და პირიქით მე იმის იმედი მაქვს, რომ თქვენ აუცილებლად წაიკითხავთ ლექციებს იგივე პრეზიდენტ გამსახურდიას ცენტრში იმ საკითხებზე, რომელზეც თქვენ მუშაობდით და ვფიქრობ, რომ თანამედროვე ახალგაზრდობამ ეს უნდა იცოდეს და ასევე ბატონ გიორგის უთხარი და თქვენც გაგიმეორებთ, ჩვენ თელავში შევხვდით ერთმანეთს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ერისთავების სასახლეში, რომელიც არის სიმბოლური სივრცე, ერთხელაც თქვენი კომიტეტის წარმომადგენლებს არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ აუცილებლად გიხილავთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო გიორგი, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ერისთავების სასახლის გახსნა იქნება ეს თუ სხვა აქტივობები, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ზოგადად ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვართ ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც იმართება, ის იქნება მუზეუმებთან, იქნება დაკავშირებული და სხვა კულტურის დარგებთან. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ნახეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ, მე მინდა ბატონ დავითს ასევე დიდი მადლობა გადავუხადო წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, ანგარიშისთვის. ჩვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი სამუზეუმო სისტემა განვითარდეს. ჩვენ ნახეთ პროექტები, დაგეგმილი პროექტები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდა წლების მანძილზე დაკარგული ქვეყნიდან გატანილი ხელოვნების ნიმუშები, არტეფაქტები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენი სამუზეუმო სასწავლები შეივსეს. ასევე ჩვენ ვიცით, რომ იგეგმება არაერთი მუზეუმის რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით იმ რომ ვისმენთ ჩვენ მადლიერებას კულტურის სამინისტროს მიმართ ეს ჩვენ გვახარებს რომ ესე იგი კულტურის სამინისტროსთვის ეს ნიშნავს იმას რომ კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტი არის სამუზეუმო სისტემის განვითარება, ხელშეწყობა, მაგრამ აქვე არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმები რომლებიც კულტურის სამინისტროს სისტემის მიღმა ჩვენ აქ ვართ ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები, ასევე სასახლეების გაერთიანების ხელმძღვანელი ბატონი გიორგი, ასევე ჩვენთან არის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი სალომე ჯამბურია. ასევე ჩვენთან ბრძანდება მინისტრის მოადგილე ბატონი ზურავიაშვილი და ჩვენ ვართ აქ შეკრებილი იმისთვის, რომ ასევე განვიხილოთ საკითხი, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოსთვის. პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მუზეუმები აქ მე მხედველობაში მაქვს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული სახლ-მუზეუმები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, რომლებიც უშუალოდ მუნიციპალიტეტებს ექვემდებარებიან და რა თქმა უნდა ისინი ფინანსდებიან მუნიციპალიტეტების მიერ, თუმცა ერთიანი სისტემური მიდგომა ამ მუზეუმებთან დაკავშირებით არ არსებობს. განვითარების სტრატეგია, ისინი რა თქმა უნდა საკუთარი რესურსით არსებობენ, ცდილობენ განვითარებას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართულებით მეტი ნაბიჯების გადადგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა მაგალითად ბატონმა გიორგიმ რაც ბრძანა რომ ზუგდიდში გაიხსნა სვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრი, ეს არის ძალიან კარგი და ასევე არსებობს ძველ ლაბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახლ-მუზეუმი, რომელიც ჩვენ ერთად მოვინახულეთ რამდენიმე წლის წინ. ეს არის შესანიშნავი ადგილი, მართლაც შესანიშნავი ადგილი, ახლად რეაბილიტირებული, თუმცა იქ კონკრეტული აქტივობები არ არის.
ასეთი სახმუზეუმები ძალიან ბევრია საქართველოში. მათ შორის შემიძლია მაგალითისთვის თქვა ოზურგეთში გიორგი სალუქვაძის სახმუზეუმი. ესეთი სახმუზეუმები ძალიან ბევრია. შესანიშნავი ადგილი, შესანიშნავი განვითარების პერსპექტივით. არის კონკრეტული რაღაცა ესეთი ლოკალური აქტივობები, თუმცა ერთიანი მიდგომა სახელმწიფოს და მათ შორის მუნიციპალიტეტებს ამ მიმართულებით არ აქვს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ უნდა ვიფიქროთ თუნდაც მაგალითად არსებობს ისეთი ძალიან სერიოზული რესურსი ეროვნული მუზეუმის სახით. თქვენ ბატონმა დავითმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საკმარისი რესურსი, ხო, ეგვიპტის სამუზეუმო, ასე ვთქვათ, მეცნიერთა თანამშრომლებს უტარებთ კონკრეტულ ტრენინგებს, ვაძლევთ რჩევებს იმისთვის, რომ იუნესკოს ხელმძღვანელი და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან სერიოზული რესურსი, მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსი იქნეს აქტიურად გამოყენებული მუნიციპალიტეტებში არსებული მუზეუმების განვითარებისთვის. თუნდაც ეს შეიძლება იყოს წერილობითი რეკომენდაციების გაცემა, ამ წერილობითი რეკომენდაციების ფარგლებში გარკვეული მონიტორინგის სისტემის შემოღება. აქ არის პრაქტიკულად ყველა საჭირო სახელმწიფო, ასე ვთქვათ, სისტემის წარმომადგენლები კომპლექსურად, მაქსიმალურად ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ამ თემაზე ვიმსჯელოთ და შეიძლება, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, ან დავსახოთ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა კულტურის სამინისტროსთან ერთად, რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად და სხვა ინსტიტუციებთან ერთად, თუ ამის ჩართვის საჭიროება იარსებებს. მე მაინტერესებს ბატონ ზურა იაშვილს მინდა ვთხოვ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება და შემდგომში უკვე რა თქმა უნდა მუზეუმების წარმომადგენლებს ვთხოვ რომ კონკრეტული მოსაზრებები გამოთქვა. მადლობა. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, სამინისტროს წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას. რეგიონული განვითარების სამინისტრო მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში, ასე ვთქვათ, მართვაში არსებული სამუზეუმო, მოქმედი სამუზეუმო დაწესებულებების მდგომარეობის ზოგადი ანალიზი გააკეთა ახლა უახლოეს პერიოდში და სადაც გამოიკვეთა ის საჭიროებები, გამოწვევები და ზოგადი ტენდენციები. პირველ ეტაპზე ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს დაახლოებით 170-ზე მეტი სამუზეუმო დაწესებულება და ეს 170-ზე მეტი დიახ და ამ 170-ში შედის აბსოლუტურად ყველა მიმართულება მუნიციპალიტეტების. მე თქვენის ნებართვით ძალიან მოკლედ შევეხები ინფრასტრუქტურის მიმართულებას, შემდეგ რამოდენიმე საკითხს და ძალიან მოკლედ ვეცდები რომ მოგახსენოთ. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელდა არაერთი სარეაბილიტაციო სამუშაო, რიგი მუზეუმები აღიჭურვა საგამოფენო ინვენტარით და მოხდა სივრცეების განახლება. მიუხედავად ამისა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით მუზეუმების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს მოძველებულ ან ნაწილობრივ ამორტიზირებულ შენობებში. მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში კვლავ მთავარ საჭიროებად სახელდება სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. წერან ბატონმა გიორგიმაც სლაიდში გვაჩვენა ერისთავების სასახლე, თუ სწორად მახსოვს ხო, ერისთავების სასახლე. არანაკლებ რთული მდგომარეობა გვაქვს მუნიციპალიტეტების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა მუზეუმებში, გამომდინარე სხვადასხვა ფაქტორებიდან, ეს იქნება ფინანსური ნაწილი თუ ასე შემდეგ. მუზეუმების გარკვეულ ნაწილში არ არსებობს თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემები, წეგან იყო ამაზეც საუბარი, რაც დამატებით რისკებს ქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტებში ასახელებენ ზემოთ ჩამოთვლის საკითხებთან მიმართებებში, გამოწვევები კვლავ რჩება და საჭიროებს როგორც ეტაპობრივ, ისე მყისიერ რეაგირებას. თავად მუნიციპალიტეტები თავისთავად ცხადია, როგორც ბრძანეთ ბატონო გიორგი მზად არიან კონსულტაციებისთვის, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მოგეხსენებათ ახლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიაზე მუშაობა, რაზეც მუნიციპალიტეტები თავად მუშაობენ და ჩვენი უწყება უბრალოდ საკონსულტაციო კონსულტანტის როლშია ამ შემთხვევაში, თუმცა როგორც კულტურის სამინისტროში, ისე სხვადასხვა უწყებებში მუნიციპალიტეტების მიერ დამუშავებული თავიანთი გრძელვადიანი განვითარების ხედვა თავის სამოქმედო გეგმებით გადაიგზავნება. ამ გეგმებში თავისთავად ცხადია შესული არის უკაცრავად მუზეუმებთან დაკავშირებით საკითხები, თუ რა მიმართულებით ფიქრობენ, იგივე ტურისტული მიმართულებით თუ ასე შემდეგ განავითარონ იქ ადგილზე ინფრასტრუქტურა,
მნიშვნელოვანია ასევე ინკლუზიურობა და ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის უმრავლესობაში მუზეუმებში არ არის სრულად ადაპტირებული შეშემო პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტები ეტაპობრივად ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მაქსიმალური ინკლუზიურობისთვის, მაინც გამოწვევად რჩება პანდუსები, ლიფტები, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და გადაადგილებისათვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ადაპტირების შესაძლებლობა მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ, ძირითადად ისტორიული და განსაკუთრებით ძველი შენობების შემთხვევაში. პრობლემები ასევე არის მუნიციპალიტეტებში საკადრო რესურსთან დაკავშირებით. საკადრო მიმართულებით მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში დასაქმებულია ძირითადად გამოცდილი და მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე პერსონალი. თუმცა ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩება დამატებითი კვალიფიციური კადრების სიმცირე და პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობები. მცირე მუზეუმებში თანამშრომელთა რაოდენობა ხშირად არასაკმარისია, ასევე იკვეთება თანამედროვე სამუზეუმო პრაქტიკების ფონდების მართვისა და ციფრული უნარების მიმართულებით გადამზადების საჭიროება. სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელო გვაქვს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმებში, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეხლა თუნდაც ასევე მაგალითად ჩვენი სამინისტროს მხრიდან მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაგეგმილია თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება, რომლის ღირებულება 900,000 ლარია. ჩვენი უწყება კულტურის სამინისტროსთან ერთად და სხვადასხვა ცენტრალურ უწყებებთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ და სრული მხარდაჭერა აქვთ მუნიციპალიტეტებს ჩვენი მხრიდან, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს. უბრალოდ ამ ეტაპისთვის მაინც ვფიქრობთ, რომ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარე თვეში უკვე მზად უნდა იყოს მუნიციპალიტეტების მხრიდან და გავლილი უნდა იყოს უწყებებთან, უფრო უკეთესად შევძლებთ დავიგეგმოთ ყველა მიმართულებით. თავისთავად ცხადია, ინფორმირებულები სრულად იქნებით საქართველოს პარლამენტი, თავისთავად კულტურის კომიტეტი, უწყებები და მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ როგორც მუნიციპალიტეტებთან, ისე ყველა უწყებასთან, იმიტომ რომ აღნიშნული საკითხი აქ არაერთხელ დაისვა, არის ჩვენი ერის ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა დაგვრჩეს მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ზურა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ კეთდება, მათ შორის მუნიციპალიტეტებში არაერთი მუზეუმი აღდგა, რეაბილიტირდა, მაგრამ თუ ერას ბრძანეთ აი კვალიფიციური კადრების საკითხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და კვალიფიციური კადრების საკითხი ეს კომპლექსური საკითხია. არა მარტო სამუზეუმო სისტემის მიმართ, არამედ სხვადასხვა დარგების მიმართაც არსებობს იგივე პრობლემა, კვალიფიციური კადრები. თუმცა ამ მიმართულებით შესაძლებელია, მე პირადად ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, მუნიციპალიტეტების დაინტერესებით. სხვათა შორის ერთი ფაქტი მინდა თქვა, რუსთავის მერმა კალბადოვნა ნინო ლაცაბიძემ მართლაც უპრეცედენტოდ აქტიური ნაბიჯები გადადგა და რუსთავის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები თავად რუსთავის მერის ინიციატივით დაიგეგმა, აქტიურად ჩაერთო, მათ შორის დაფინანსების კუთხითაც. ამიტომ მუნიციპალიტეტების აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამ მიმართულებით, თუნდაც შესაძლებელია ტრენინგების დაგეგმა, კვალიფიციური კადრების, ან მოზიდვა, ან არსებული კადრების უნარჩვევების გაუმჯობესება. მათ შორის პოპულარიზაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად მუზეუმების საკითხი არის კომპლექსური. ეს არის ბმაში განათლებასთან, მათ შორის მეცნიერებასთან და ძალიან მნიშვნელოვანია მუზეუმების შინაარსით დატვირთვა. ბატონმა დავითმა რაც ვცანა. ის რომ ცალკე აღებული, განვითარებული ინფრასტრუქტურა თუ ეს შინაარსით არ არის დატვირთული, მაშინ რა თქმა უნდა მუზეუმსაც არ ექნება განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ ამ მიმართულებით მე პირადად მიმაჩნია, რომ ჩვენ ყურადღებით უნდა მოვისმინოთ თავად დარგის და დარგის ხელმძღვანელი პირების მოსაზრებები და ვიფიქროთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც აი სწორედ ასეთი ტიპის მუზეუმების განვითარებას შეუწყობს ხელს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს აქვს და გაუჩნდა მნიშვნელოვანი რესურსები ამ მიმართულებით, არსებობს ეკონომიკური განვითარება, რომელიც ასევე აისახა კულტურის განვითარების მთელი დარგების მიმართულებით, პოზიტიურად აისახა, მაგრამ ასევე საჭიროა, რომ მაქსიმალურად, რაციონალურად, ეფექტურად იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები ამ მიმართულებით. ბატონო დავით, გთხოვთ.
მე შევერთები მადლიერებას ახლა კიდე ერთხელ გავუსვავ ხას და მართლა ახლა ეს ძალიან დიდი კომფორტია რომ კულტურის სამინისტრო და აი მართლა სალომეს მივესალმები ხა ჩვენ არ გვჭირდება ერთმანეთისთვის რაღაც მტკიცება რაღაც ერთნაირად მივდივართ წინ ეს მართლა დიდი კომფორტია მაგრამ კიდე ერთხელ გავუსვავ ხას კულტური და მემკვიდრეობა ეს არის ღერძი და ვთქვათ ფუნდამენტი მაგრამ თუ არ იქნა მიმართულებები და აი რა მოყვებით აბსოლუტურად აი კითხვა დასვით თქვენ ხო და ახლა იმიტომ არა რომ აქ არის გიორგის აქ დიდი ცოდნა გამოცდილება რეგიონის უნდა შეარჩიო ფუნქციონალურად წერტილები რომელიც იქნება ეფექტური ეხლა რომ თეორიულად რო არ ვილაპარაკოთ თეთრი წყარო ბძანეთ ხო თქვენ ცოტა ხნის წინ მქონდა ჩვენ ძალიან საქმიანი შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნატორი არის ძალიან მონდომებული აქტიური ადამიანი ბატონი ილია ჩვენ მქონდა უკვე ორი შეხვედრა ერთი მქონდა მარნეულზე სამე უпроსწორად აი მარნეულის რაიონში როგორ მოვიქცეთ იმიტომ რომ ეს იმირის გორა გადაჭრილი მე მქონდა ბოლნისში, რომ ბოლნისი რეალურად ცენტრია, ფიზიკურად. არის აბსოლუტურად თანამედროვე მუზეუმი და მესამე კიდე ცოტა ხნის წინ ხო. ეხლა აი კონკრეტულ მაგალითზე რო ვილაპარაკო, თეთრი წყაროც ხო იგივე რაიონია. ქვემო ქართლია იგივე, ხო? ეხლა შეიძლება იგივე ქვემო უკაცრავად. თავიდანვე განისაზღვროს თეთრი წყაროს რა არის კონკურენტუნარიანი უპირატესობა. ხო ეხლა მიდიხარ სამთავროზე, აბავ ამას, ისტორიას, ასე რომ ფიქრობ, რომ აი ეს ნაწილი შინაარსობრივი, გეოგრაფიულად დაყოფილი ასევე როგორც ახლა მშვენიერი მაგალითია ზუგდიდში, სადაც ბიბლიოთეკა და სისტემა, ის არ ვიცი გიორგი, ბოტანიკური ბაღი ცალკეა თუ შემოდი. ანუ აი ზუგდიდი არის ფანტასტიკური მაგალითი, სადაც ბევრი კომპონენტი ერთ ადგილას არის და შეგიძლია შერწყა. მე ადრე რომ მუშაობდი ამ თემებზე დიდი ხანი, იტალიაში ვნახე ერთი მაგალითი, მე ძალიან მომეწონა, რომ ორი შესასვლელი იყო, ერთი ბიბლიოთეკის და ერთი მუზეუმის. ანუ იქნებ აი ეს მეორე ნაწილიც იყოს, რომ ერთი არ დავინახოთ მუზეუმები, ვიწროთ მარტო სამუზეუმო, თქვათ სამეცნიერო, არამედ მოდით ესე ვთქვათ კულტურული ახალი დავარქვათ ჰაბია, მით უმეტეს აი იგივე დიდი პროგრამა მე მაშინ ვთავაზობდი ამას ის რაც არის ტექნოცენტრების განვითარების ადგილს. ტექნოლოგია თუ კავშირშია მემკვიდრეობასთან ის სისტემურად იღებს 10-11 ქულას. ამ შემთხვევაში არა ზოგად თეორიაზეა, არამედ კონკრეტიკაზე არის. აი იგივე თქვენ რაც კითხვა დასვით როგორ მივიზიდოთ. კონკრეტიკაზე მიზიდვა არის ბევრად ადვილი, ხო? ხო და იქნებ ეხლა აი რაც არის რეალური განათლების სისტემა არის ერთ-ერთი წამყვანი ამაში. იგივე რესურს ცენტრები, ხო? თუ რესურს ცენტრი მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არ ვიცი, თეატრია ერთი კულტურის სამინისტრო არის ყველაზე ახლა როგორ გითხრათ რა მომზადებული ამისთვის რომ ზუსტად იცის რა რაც მაგრამ ვერ მიდის წინ ახლა ჩვენ ბიუჯეტით ვერაზროს ვერ გადავალთ ყველა შესრულებასა ხო მაგრამ თქვენთვისაც ხო კომფორტია როდესაც აწყობილ პროექტს მიიღებთ ხო ახლა MGF-თან ერთად ჩვენ ვანის მუზეუმი გამოგვივიდა და სამაგიეროდ სადაც არ იყო დაგეგმილი გაჭედილი იმას არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას ან კრიტიკას. და აი ეს არის აი რაც შემიძლია გითხრათ სტრატეგია, დაგეგმა, გაერთიანება ეხლავე. დახარჯო აი 20-26 დრო დაიხარჯოს ამაზე, რომ ყველა რეგიონი დაიყოს ამ მიმართულებით. ეხლა ტურიზმზე საუბრობთ, ხო ეხლა მაიას, კალოდო მაიასთან მქონდა იმ დროს შეხვედრა, უნდათ რომ იყოს აი როგორც მემკვიდრეობა, საერთაშორისო მარკეტინგში ერთ-ერთი ძლავრი თემა. ჩვენი ფუნქცია რა არის? სადღაც რომ მივა ადამიანი გარდა ფიზიკურად ნახვის ნამდვილი ისტორია დახვდეს და თეთრი წყარო იდეალურად ჯდება ხო მე წალკა ემატება ამას აი ეს არის მე ამის თქვა მინდოდა რომ ნუ დავინახავთ მუზეუმს უბრალოდ მუზეუმად სისტემის ნაწილად დავინახოთ ეს არის ჩემი წინადადება და ასე ვთქვათ რჩევაც როგორც ალბათ აქ ყველაზე უფროსი სასაკეთ ბატონო ზურო გთხოვთ. დიდი მადლობა, ერთს დავამატებ. ხა ზეგან საუბარში მე ცოტა გამოწვევებს კარგად ჩამოთვალე გამოწვევები, თუმცა არანაკლებ
კარგი სასიკეთო ტენდენციებიც გვაქვს ხა ჩვენს რეგიონებში, მაგალითად აჭარის მუზეუმების შემადგენლობაში შემავალ ყველა მუზეუმს საექსპედიციო დარბაზებსა და ფუნდსაცავებში დამონტაჟებულია როგორც კლიმატ კონტროლის აპარატურა, სახანძრო უსაფრთხოება, დაცვის სისტემები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მუზეუმები სრულად არის აღჭურვილი უახლოეს ტექნოლოგიებით, მათ შორის არის ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია, ანალოგიურად შეიძლება ითქვას ქუთაისის გარკვეულ მიმართულებებზე, ხელვაჩაურზე. მთლიანობაში სამუშაო თავისთავად ხადია საკმაოდ არის მუნიციპალიტეტებში, თუმცა დადებითი ტენდენციებიც აშკარად ჩანს. უბრალოდ აქ ერთი მცირე ესეთი მონაკვეთია, მუნიციპალიტეტს შეუძლია საკუთარი თანხები მხოლოდ გახარჯოს მხოლოდ და მხოლოდ მის მფლობელობაში არსებულ ასე ვთქვათ მუზეუმებზე. მას არ აქვს უფლება გავიდეს მისი მფლობელობის გარეთ, თუმცა იმ თავის მფლობელობაზეც დახმარება სჭირდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. მადლობა. კი, დიახ. რაკი ბატონი ზურაბი სკვესწრება, მინდა რომ რამდენიმე საკითხი წამოვწიო. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სახლ-მუზეუმი რეაბილიტაცია განხორციელდა და ეს მოდი ესე ვთქვათ, რომ გამწევი ძალა ამ საქმეში არის კულტურის სამინისტრო და მინდა რომ მადლობა გადაუხადო ქალბატონ თიკას, რომელიც შიდა ქართლის მაგალითზე გეტყვით, რომ დიდი ქართული მეცნიერის, ქართული ისტორიოგრაფიის პატრიარქის ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო და აი მართლაც საამაყოა თითოეული ჩვენთაგანისათვის ქალბატონმა თიკამ როიტყვიან აი ჩაუდგა სათავეში ამ პროცესს. თუმცა რეგიონებში არის სახლ-მუზეუმები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი თავისი ძალებით ვერ გაართმევს თავს და გარკვეული დახმარება ჭირდება, იმიტომ რომ ახლა გორის მაგალითზე გეტყვით მაგალითად. სტალინის სახლ-მუზეუმი თავის თავს კი არა, აქეთ ბიუჯეტში შეაქვს, სიმხელა შემოსავალი აქვს, 200,000 ვიზიტორი ყოველწლიურად არ არის პატარა ამბავი და ეხლა მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, თავად ართმევს თავს, როგორც არის მემორიალური სახლის კონსერვაცია, რეაბილიტაცია და მოწესრიგება იქაური ინფრასტრუქტურის. თუმცა არის მუზეუმები, მაგალითად გეტყვით, იაკო გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ვარიანში, რომელსაც სჭირდება ადმინისტრაციული შენობა არ გააჩნია და დახმარება ჭირდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. არის მაგალითად გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც უნიკალურ კოლექციებს ინახავს, სერგი მაკარათიას დაარსებული მუზეუმია და მაგალითად ჭირდება მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან მხარდაჭერა საგამოფენო დარბაზის შექმნის და მოწესრიგების, სხვადასხვა არტეფაქტების აღდგენის, მათ შორის არქეოლოგიური არტეფაქტების და ქსოვილების და სხვადასხვა მიმართულებით. და კიდევ ერთია ძევერაში არსებობს ბატონი დავით ახლა ამ საქმეში ყველაზე კარგად არის გათვითცნობიერებული დიდი ქართული გეოგრაფიის ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც არის სავალალო მდგომარეობაში და პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ქართულ გეოგრაფიაზე, ისაუბრო ისტორიაზე, ამ გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების და ალექსანდრე ჯავახიშვილის საუარო გვერდი და დღეს მისი სახლ-მუზეუმი გასაკეთებელია, გასარემონტებელია და ახლა მუნიციპალიტეტი თავისი ძალებით ამას ვერ გაართმევს თავს. შეიძლება რაღაცა გარკვეული წვლილი შეიტანოს, მაგრამ დახმარება ჭირდება და თხოვნა იქნება ჩემი რომ ამ კუთხით კოორდინაცია გავაძლიეროთ. მე როგორც ამ კუთხის წარმომადგენელი პარლამენტის წევრი დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით, ბატონ გიორგისთან ერთად თავისთავად ცხადია, კომიტეტის ხელმძღვანელს გულისხმობ და ვიცი ამ კოორდინაციით რაღაცნაირად დავფაროთ, იმიტომ რომ საბედნიეროდ ყავს ასეთი დიდი მოღვაწეები და გვაქვს ასეთი არაჩვეულებრივი მუზეუმები, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება და წამოწევა ჭირდება და რაც თავარია პოპულარიზაცია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა. ქალბატონ სალომეს მინდა ვთხოვო, რომ მოგვახსენოს სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან. დიდი მადლობა, მოგესალმებით. მივესალმებით ამ წრეს საზოგადოებას და ვისარგებლებ და დღევანდელ დღეს მივულოცავ ყველა მუზეუმს და მათ შორის თქვენს რასაკვირველია. აღნიშნული საკითხი, დიდი მადლობა ბატონ გიორგი ამ საკითხის, ასე ვთქვათ, წინ წამოწევისთვის, რომ საჭიროა საერთო ერთიანი სამუზეუმო პოლიტიკის შემუშავება. თქვენ იცით, რომ ჩვენ კულტურის სამინისტროში ხა დავასრულეთ კანონი პროექტზე მუშაობა. აქაც არის გარკვეული ცვლილებები და სიახლეები და მე ამაზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებ. ბუნებრივია ეს კანონი ეხება მათ შორის მუზეუმებსაც, ისევე როგორც თეატრებს, ბიბლიოთეკას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას, ბუნებრივია ჩემი მხრიდან კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მხრიდან და დამეთანხმებიან ალბათ აქ წარმოდგენილი მუზეუმის ხელმძღვანელები და თანამშრომლები ჩვენს მზადყოფნას თანამშრომლობაზე,
ვაფიქსირებთ, ეს იქნება თვითონ შიგნით მუზეუმის თუ სახლ-მუზეუმის მუზეოლოგიის მოწყობის საკითხი თუ ისტორიული შენობის, რომელშიც განლაგებულია თავად მუზეუმი თუ სახლ-მუზეუმი. ამ ნაწილში ჩვენი მეთოდოლოგიური ჩართულობა და დახმარება კონსულტაციებისთვის ბუნებრივია ეს იქნება წერილობით, შეხვედრების ფორმატში თუ სხვა სასურველ ფორმატში ჩვენ ამაზე მზაობას ვაფიქსირებთ. რაც შეეხება ვარიანის იაკო გოგებაშვილის ადმინისტრაციულ შენობაზე, თქვენ ალბათ ინფორმირებული ხართ, რომ კულტურის სამინისტროს ეს თქვათ აქტიურ საკითხად აქვს აყვანილი და მუშაობთ ამ საკითხზე, რომ შესაბამისი მიწა გამოიყოს ადმინისტრაციული შენობისათვის. ასევე მუშაობთ წეროვანში აღნიშნეთ თქვენ ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის ის ფაქტი, რომ ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმს არ აქვს შენობა, ვინაიდან განადგურდა თავის დროზე და ამჟამად განთავსებულია წეროვანში. ხშირად ამ საკითხზეც მუშაობს და მადლობა თქვენი შემოთავაზებისთვის. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობას ჩავაყენებ საქმის კურსში და განვიხილავთ ამ საკითხს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კულტურის კომიტეტი იმუშავებს გარკვეული წერილობითი რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული მუნიციპალური მუზეუმების განვითარების ხედვასთან, ჩვენელ ხედვასთან, პოლიტიკურ დონეზე, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს, რა ნაბიჯები შეიძლება ჩვენ დავინახოთ, რომ შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით და ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის ინსტიტუციებთან ჩვენი რეკომენდაციების გაზიარებას, ვიცი რომ ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მექნება ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ მუნიციპალური მუზეუმების როგორც არა მარტო ინფრასტრუქტურული შესაძლებელია იქ სახანძრო უსაფრთხოებაც იდეალურად იყოს მოწყობილი, ინფრასტრუქტურაც იდეალურად იყოს მოწყობილი, მაგრამ შინაარსობრივი დატვირთვა. კიდევ ერთხელ ვამბობ და ხაზს გაუსვა ამას, რომ ეს მუზეუმები მაქსიმალურად ცოცხალი იყოს, მაქსიმალურად იყოს ჩართული და ემსახურებოდეს არა მარტო ახალგაზრდობის, არამედ ყველა თაობის და მათ შორის უცხოელი ვიზიტორებისთვის და იმ პოპულარიზაციას, როგორც კონკრეტული პიროვნების მუზეუმი იქნება ეს, მოღვაწის მუზეუმი იქნება თუ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მაქსიმალურად იყოს ჩართული ჩვენი კულტურის პოპულარიზაციის საქმეში და არ იყოს ასე ცალკე არსებული ზოგიერთი მუზეუმი როა დღეს არის რეაბილიტირებული, მაგრამ შინაარსით არ არის დატვირთული. ამიტომ ამ მიმართულებით მე მიმაჩნია, რომ ჩვენი სისტემის წამყვანი მუზეუმები, მათ შორის ეროვნული მუზეუმი იქნება თუ სასახლეები თუ რა თქმა უნდა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ თემაზე, ერთად უნდა ვიფიქროთ და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს, რომ ჩვენი ხედვა გაგიზიაროთ და შემდგომში გავაგზავნოთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ მობრძანებისთვის, ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი სხდომა. თუ კითხვები არ არის, მოსაზრებები არ არის, შეგვიძლია რომ კომიტეტი დახურულად გამოვაცხადოთ და დავასრულოთ. გთხოვთ. დიახ. გთხოვთ, დაბრძანდით და იზოლდა მელიქიშვილი გახლავართ მე, ბატონ გიორგის თანამშრომელი. ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ეროვნულ მუზეუმთან და ხელოვნურ მუზეუმთან არის დაკავშირებული. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ახლა ბატონ დავითის მოხსენებიდან გამომდინარე დამებად ასეთი აზრი, რომ მე დეკორატიულ გამოყენებით ხელოვნებაში მუშაობ, ასე ვთქვა და ძალიან საინტერესო იქნება ზოგადად მუზეუმისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ძალიან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა. ეს აზრი პირველად გამიჩნდა მაშინ, როდესაც ბოლნისში მე თვითონ ფესტივალზე პირველად გავსინჯე, დავაგემოვნე პური, რომელიც იყო გაკეთებული იმ ქვილისაგან, რომელიც მოიყვანა ანზორ მაისურაძე. მეც არის პიროვნება, რომელმაც აი იმ ქალბატონთან ერთად, რომელმაც დიდი აღმოჩენები გაკეთა ძველი ჯიშის ხორბლის ჯიშების აღმოჩენაში, მან ამ ბატონმა ანზორმა პირადად ვნახე, ჯეჯილში ვნახე, მე წიმე ხელ თავთავი არ მინახავს, გააშენა ეს ხორბალი, ამუშავებს ამ ფქვილს და ამ ფქვილით უძველესი წითელი დოლის პური იქნება, 3 ჯიში ყავს მას მოყვანილი, ამ პურს აცხობენ. ხლა, საინტერესო არის ის, რომ მუზეუმი
მუზეუმში გაკეთებული სამეცნიერო აღმოჩენები გარკვეულწილად და თუნდაც ექსპონატები, აი ეს მაგალითად როდესაც საგათხრების შედეგად მოპოვებული არაჩვეულებრივი უნიკალური ნივთები დღეს მზადდება და ის არის გაყიდვაში ტურისტისთვის იქნება თქვა ადგილობრივისთვის ეს გარკვეულწილად პოპულარიზაციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც თავარია მუზეუმისა და ხალხური რეწვის ოსტატთა აუცილებელი ესეთი კავშირი უნდა იყოს ეს რეგიონის მუზეუმი იქნება თქვა ქალაქის მუზეუმი იქნება ამას მნიშვნელობა არ აქვს ეს აი რაც მაგალითად მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთი ეხლა მეორე ახლა ბატონ გიორგისთან დაკავშირებით მინდა ორი სიტყვა მაინც იგი ის ფოტოები ბატონ გიორგიმ არაჩვენა რა მდგომარეობაშიც იყო სასახლე როდესაც დაიწყო მე გულისხმობ ხელოვნების სასახლე უმძიმეს მდგომარეობაში აღორძინდა ეს სასახლე და ორი უნიშნულოვანესი საკითხი რაც აქ გაკეთდა ეს არის ერთი ძალიან დიდი საგანმანათლებლო სამუშაოები თითქმის ერთი თვის მანძილზე 2000-მდე ბავშვი მოდის იქ ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე დასასწრებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოპულარიზაციისთვის, ჩვენი კულტურის თქვა აი წარმოჩენისათვის და მეორე კიდევ ის რომ აქ ძალიან საინტერესო აღორძინდა სამეცნიერო სამუშაოებიც. მე შენიშვნაც კი მივიღე ბატონ გიორგისაგან, ჩვენ ახლა ზუგდიდში მაისის თვის ბოლოს არის დაგეგმილი დიდი სამეცნიერო კონფერენცია და უნდა იყოსო უმაღლეს დონეზეო. რაღაცა პატარა კორექტული შეცდომაც კი არ მაპატია. ეს იმას ნიშნავს, რომ სრული პასუხისგებლობით თქვათ მუზეუმი ექცევა სამეცნიერო საქმიანობას ჩვენს ასე ვთქვათ ხელოვნების სასახლეში. მე ვისურვებდი იმას, რომ ვთქვათ ის სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა ზოგადად აი ამ გაერთიანებაში, ხელოვნების სასახლეთა გაერთიანებაში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, შედეგიანი ყველაზე მთავარი და ამან მოიცვას არა მარტო ის სასახლეები, რომლებიც ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ამ გაერთიანებაში შევიდა, არამედ შემდგომში, რომლებიც, ვთქვათ, რეაბილიტაციაში იქნება, რომელიც აღორძინდება, აღდგება და ფიქრობ, რომ სასახლე და გაერთიანება ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩვენი კულტურის ისტორიისათვის, რა თქმა უნდა, ასევე ვთვლით, რომ იქნება ძალიან საინტერესო და ბევრი ამის მომცემი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის და ბოდიშ ვიხდი, რომ ესე შემოვიჭერი, ასე ვთქვათ. მადლობა, დიდი მადლობა. თუ არ არის შეკითხვები, მოსაზრებები, მაშინ შეგვიძლია კომიტეტი დასრულებულად გამოვაცხადოთ, დასკვნით სიტყვის სახით ვიტყვი, რომ კულტურის კანონთან დაკავშირებით ასევე კულტურის კომიტეტის აქტიურად არის ჩართული სამინისტროსთან ერთად ჩვენ მუშაობთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი კულტურის დარგების განვითარებას, არის მთელი რიგი სიახლეები ამ კანონში, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ დარგებთან და მათ შორის მუზეუმების ნაწილშიც თუ იქნება იქ გარკვეული სიახლეები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთობლივად გავიაროთ ეს საკითხი, კარგად გავანალიზოთ, შევაფასოთ და ეს კანონი ისე მიიღოს საქართველოს პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე, ვფიქრობ, რომ ჩვენ თითოეულ დარგთან გვექნება კონსულტაციები, შეხვედრები, რა თქმა უნდა, სამინისტროსთან ერთად და ჩვენ დეტალურად გავივლით იმ სიახლეებს, რაც ამ კანონის ფარგლებში გვექნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებები, შეგვიძლია რომ კომიტეტი დასრულებულად გამოვაცხადოთ. მადლობა.